მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Next. პოდკასტის შესაწერის სივრცისთვის განსაკუთრებული მადლობა სკოლა არქიმედეს. პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ საგადასახადო აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და განათლებას. პოდკასტის მეგობარია Classroom G, მათ გაუშვეს ახალი Super App-ი, სივრცე, სადაც ერთიანდებიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, აპლიკაციაში იპოვეთ საუკეთესო მასწავლებლებს, მომზადებით გამოცდებისთვის და აღმოაჩენთ ყველაფერს სწავლის გარშემო. ჩვენი პარტნიორია Nami8, ეს არის გაფილტრული წყალი, რომელიც გჭირდება. ხოლო ასევე ჩვენი მეგობარია Shinwood, ტყეში ჩაფლული სააგარაკე სივრცე თბილისიდან 23 კილომეტრში. პოდკასტის მეგობარია Parket Studio G, მხოლოდ ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის პროდუქტი. ხოლო პოდკასტის იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GT Consulting. კომპანია სრულ სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს ნებისმიერ ტიპის დავაზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში. ხოლო ჩვენი დღევანდელი თემა კი არის კუდიანებზე, ნადირობაზე, ჯადოქრობაზე და იმ ისტერიაზე, რომელიც არსებობდა შუა საუკუნეებში თუ უფრო ახალ დროში, ვიტყვით, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ ეგრეთ წოდებული ცრურწმენებით, კუდიანების შესახებ, ჯადოქრების შესახებ, როგორ დევნიდნენ მათ და რა მითები არსებობს ამის შესახებ. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, აქ ფიგურირებს ინკვიზიცია, აქ ფიგურირებს ის ცნობილი სალემის სასამართლოები, რომელებიც ამერიკას უკავშირდება და ძალიან პოპულარულია კინემატოგრაფიაში და ზოგადად ეს თემა ფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ მითს გაფანტავს შუა საუკუნეებთან დაკავშირებით. ჩვენ თავის ძროზე, როდესაც ჩავიწერეთ ეპიზოდი რატომ შუა საუკუნეები, რაღაც დონეზე ხა ამაშინაც შევეხეთ ამ საკითხს და ვთქვით, რომ ბევრი რაღაცა შუა საუკუნეებზე გაზვიადებულია, გამოგონილია ან დაკავშირებულია შუა საუკუნეებთან, მაგრამ უფრო შემდგომ პერიოდში მომხდარი და ესეც გარკვეულწილად ამის ნაწილია, თუმცა ჯადოქრები, კუდიანები და ეს თემები ყოველთვის არსებობდა ანტიკური ხანიდან დაწყებული და დღემდე კი ჯერა ხალხს და დღემდე აკეთებენ ჯადოებს და ათასუბედურებას, ასე რომ მე მგონი მაინც საინტერესო თემა იქნება დღევანდელობისთვისაც. ხოლო ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ბექა კვაჭაძე, ისტორიკოსი, ჩვენი მეგობარი, ძალიან ხშირი სტუმარი პოდკასტისა და ერთ-ერთი პოპულარული სტუმარი თანაც და ჩვენი ახალი სტუმარი თემო სიხარულიძე, რომელმაც ეს თემა ვფიქრობ ძალიან კარგად დაამუშავა იმისთვის, რომ აი ამ პოდკასტში წარმოგიდგინოთ. თემო არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, რომელსაც აინტერესებს ძალიან შუა საუკუნეების ისტორია და აი ნახოთ დღეს როგორ წარმოაჩენს თავს მწარე პოდკასტში. პირველ რიგში მოკლედ ვიტყვი იმას, რომ აი კუდიანებზე, ნადირობაზე და ზოგადად აი ჯადოქრებზე ძალიან ბევრი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ უმეტესი ნაწილი ამისა არის მხატვრული რა, ალბათ, რაც ჩვენი მსმენელი ან ზოგადად ქართველი კითხველი იცნობს. მათ შორის ახლა ფილმებში ბევრჯერ გინახავთ ალბათ ეს თემები, ძალიან პოპულარულია განსაკუთრებით ჰორორი ჟანრის ფილმებში ხოლმე, რომ რაღაცა შუა საუკუნეებში ან ახალ პერიოდში, ან თუნდაც აი მე-19 საუკუნეში როგორ ხდება, თქვა არიან ჯადოქრები, არიან ეს კუდიანები, რომლებზეც მე არის ნადირობენ, აი ესეთი ფიგურები როგორიც არის ვან ჰელსინგი მაგალითად და რომელიც რა თქმა უნდა დრაკულას პერსონაჟია, მაგრამ ყველაფერზე ანადირეს უკვე ფილმებში, რაც კი რაიმე არსებობს ესეთი მსგავსი არსება. და ძალიან ხშირად ფიგურირებენ ხოლმე ასეთი ჯადოქრები, თუნდაც ისეთ ფილმებში, როგორიცაა რობერტ ეგერსის Witch, ეს ერთ-ერთი საუკეთესო არის ალბათ ამ თვალსაზრისით, რომელიც კარგად წარმოაჩენს აი ამ ატმოსფეროს, იმ სიტუაციას, იმ წარმოდგენებს, რომელიც არსებობდა მაშინდელ საზოგადოებაში. თუნდაც აქვე გავეხსენებდი იმას, რომ წლის ბოლოს ალბათ გვექნება ჩვენ ბედნიერება, რომ ვიხილოთ მისი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფილმი, იგივე თემატიკაზე, რომელსაც ერქმევა Maktia, Werewolf და ისიც სწორედ აი დღევანდელ თემას ვისაუბრებთ ჩვენ მაქციებზეც და ვფიქრობ, რომ ესეც კარგი წინაპირობა იქნება იმისთვის, რომ შემდგომში იმის მიმოხილვაც გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენგან ყოველთვის ელოდებიან ხოლმე ასეთი ფილმების მიმოხილვას და ხშირად ვაკეთებთ. ისევ ეგერსის ასეთი ფილმი არ გამოგვიტოვებია, რაც ეს პოდკასტი დაიწყო, ასე რომ ალბათ იმასაც შევეხებით. მაგრამ ჩვენ მაინც ალბათ ადრეული პერიოდიდან უნდა დავიწყოთ. ხა პირდაპირ შუა საუკუნეებს რო დავასხრეთ, ცოტა ადრეულ
შევამზადოთ თემა, იმისთვის რომ გადავიდეთ ყველაზე აქტიურ ფაზაზე, მე-16, მე-17 საუკუნეებზე, როდესაც ყველაზე მეტად ეს თემები არის აქტიური და სხვადასხვა მინდა რომ ასევე ბევრი ის მითიც გავფანტოთ, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას უკავშირდება ხოლმე, რომ თითქოს ინკვიზიცია ნადირობდა მარტო და კათოლიკურ ეკლესიას, თუმცა ზოგადად ეს პრობლემა არსებობდა და რამ გამოიწვია მასიური ისტერია გარკვეულწილად და ჯადოქრებზე ნადირობა და კუდიანების დაწვა და ასე შემდეგ და რამდენად მასშტაბური იყო ამავე დროს ეს, აი ამ პოდკასტში ამის შესახებ მოისმენთ. მოდი ვიქა დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ვთქვათ, ეს ისტერია შუა საუკუნეებში გაჩენილი თემაა თუ საერთოდ არსებობდა სულ შინოდათ ჯადოქრებისა და კუდიანებისა. პოდკასტის პარტნიორია შინუდი, მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. საგურამოს მიმდებარედ, თბილისიდან 23 კილომეტრში. მოგესალმები ნიკა, მივესალმები ჩვენს მსმენელებს, მიხარია დაბრუნება პოდკასტში. რეალურად ჩვენ ბევრი გვილაპარაკია შუა საუკუნეებთან დაკავშირებულ საზოგადოებაში გავრცელებულ წარმოდგენებზე და ჯადოქრებზე ნადირობა ეს ტერმინი ადამიანმა რო გაიგოს, პირველი ასოციაცია შუა საუკუნეებთან წარმოუდგება, რომ ეს შუა საუკუნეების პერიოდთან დაკავშირებული მოვლენაა. თუმცა თლად ესე არ არის. ქრონოლოგია, ამ მოვლენის ქრონოლოგია გაცილებით უფრო გვიან პერიოდს განეკუთვნება, ყველაზე ინტენსიური ეს უფრო ადრეულ ახალ დროში ხდება ევროპული საზომით. ანუ ადრეულ ახალ დრო ჩვენი გადასახედიდან მე-15-მე-18 საუკუნეები. კი ბატონო, ყველაზე აქტიური. თუმცა ჯადოქრების, მაგიის, კუდიანების ფენომენი ალბათ ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, როდის გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ და ესეც ვარაუდობენ ანთროპოლოგები, რომელთა ნაშრომებსაც გავიცანით, რომ ზოგადად მაგია ჩნდება იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანებში კოგნიტური რევოლუცია მოხდა და რაღაც დონის რწმენა წარმოდგენები ჩამოუყალიბდა ადამიანს. იმიტომ რომ ნებისმიერ რაღაცას, რაც სამყაროში ხდება, ადამიანი ცდილობს რომ მოუძებნოს მას ახსნა. გასაგებია ჩვენ ავხსნით ყველაფერს, რაც კარგია და ჩვენთვის მომგებიანია, ადამიანები რო ეს ყველაფერი კეთილ არსებებს და კეთილ ღვთაებებს უკავშირდება, თუმცა სამყაროში ყველაფერი კარგი არ ხდება. სამყაროში ხდება ცუდი ამბები, სიხოცებიან ბავშვები, არის შიმშილი, ხდება ბუნებრივი კატასტროფები, ვრცელდება ეპიდემიები და ეს ყველაფერი ვისთან უნდა დავაკავშიროთ. შესაბამისად, ძველ ცივილიზაციებში არიან როგორც კეთილი ღვთაებები, ასევე არიან ბოროტი ღვთაებებიც, ბოროტი სულებიც, ესეთი ბოროტი ღმერთები და ზუსტად პირველი, აი საიდანაც ვიწყებთ ცივილიზაციების ათვლას, შუმერულ სამყაროში არსებობს ათასობით ღვთაება, რომელიც არის როგორც კეთილი საწყისის მატარებელი, ასევე ბოროტი საწყისის მატარებელი. შესაბამისად, ადამიანი აი ამას ყველაფერს როგორ ხსნის, რომ კეთილი სამყარო ექვემდებარება კეთილ ღმერთებს, კეთილ ღვთაებებს, ხოლო ბოროტი სამყაროს აქვს თავისი საწყისი და ესენი ბოროტი ღვთაებები არიან. რეალურად შუმერული კატეგორია იცნობს სამ კატეგორიას ბოროტი არსებების. პირველი კატეგორია ესენი არიან ბოროტი ღვთაებები. მეორე კატეგორია ესენი არიან ბოროტი ადამიანები, აი ჯადოქრები უკვე ესენი არიან. ბოროტი ადამიანი, რომელიც საზოგადოებაშია, მაგრამ ყოველთვის შუმერულ საზოგადოებაში ის არის ინკოგნიტო და არ იციან დანარჩენებმა ვინ არის ეს ჯადოქარი. და მესამე კატეგორია ბოროტი არსებების ეს არიან ადამიანის სულები, რომლებსაც არ ეღირსათ საფლავი. ესე არის ჩამოყალიბებული და შუმერული ტექსტები გვიყვებიან, რომ ესენი არიან იმ ადამიანების სულები, რომლებიც მთებში დაიხოცნენ, ან მდინარეში დაიხოცნენ, ან ჩაძირული გემის ფსკერზე არიან და მათ რადგან არ ღირსებიათ სასუფეველი, ვერ მოხვდნენ ღმერთებთან, მათი სულები დედამიწაზე დარჩნენ და ისინი მერე უკვე ადამიანებისთვის ცუდის მოტანას ცდილობენ. შესაბამისად, ასეთ კლასიფიკაციას აკეთებს შუმერული სამყარო და არა მარტო შუმერული სამყარო. სხვათა შორის იგივე შუმერებთანაც ცოტა გვიანდელია ეს ბაბილონური პერიოდის არის, რომ ხამურაბის კანონებში სპეციალური თავები აქვს დათმობილი ჯადოქრების წინააღმდეგ ბრძოლას. ოღონდ აქ რა შეუძლია ჯადოქრებს? შუმერულ პერიოდში ჯადოქარს იმდენად არ შეუძლია ადამიანისთვის ფიზიკური ზარალის მიყენება, რამდენიც შეუძლია ეგზისტენციალური ზარალი მიაყენოს, ზიანი მიაყენოს ადამიანს. და ჯადოქრის საქმიანობად განსაზღვრული არის რა? ცოლ-ქმარ შორის ჩუღლის ჩამოგდება, დაძმის ერთმანეთზე გადაკიდება, ჭორაობა, ამბის მიტან-ბოტანა და მსგავსი საკითხები განიხილება, როგორც ეს არის ჯადოქრის საქმე, რომლითაც ის საზოგადოებას აზიანებს მაქსიმალურად. განსაზღვრულია ჯადოქრობის სასჯელიც.
საკმაოდ მკაცრად ისჯება ხამურაბის კანონების მიხედვით ჯადოქრობა. ეს რაღაც მეტაფიზიკურ მოვლენად არ ითვლება. ეს ჩვეულებრივი ამბავია და კანონია ჩამოყალიბებული, რომ თუ ადამიანს დაუმტკიცდა რომ ჯადოქარია, მაშინ ის ვინც ის დაასმინა ჯადოქრობაში, მის ქონებას მიიღებს. თუმცა ამ ყველაფერს გამოცდა უტარდება, ანუ ეს ყველაფერი გამოცდით ხდება და მე ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს. ძალიან საინტერესო გამოცდაა თვითონ. წყალში უნდა შევიდეს ადამიანი და თუ მაგალითად დინარემ წაიღო ის ადამიანი, ვისაც ჯადოქრობას აბრალებენ. აი მე მაგალითად დავდე ბრალი ჩემს მეზობელს თემოს, რომ ეს არის ჯადოქარი. მიგვიყვანენ ორივე წყალთან. თემო შევა მდინარეში, ალბათ ტიგროსში. და თუ თემო წაიღო მდინარემ და ის დაიხრჩო, გამოდის რომ მე ყოფილი ვარ მართალი და ის ნამდვილად ჯადოქარი ყოფილა და მისი სახლი და ქონება მრჩება მე, მისი საქონელიც, მისი საცხოვრებელიც. მაგრამ აქ არის დიდი საფრთხე. თუ მაგალითად თემო მდინარეს თავი დააღწია და ნაპირზე გამოვიდა, შუმერებს, ბაბილონელებს ასევე შეერათ რომ მდინარემ იგი განწმინდა, ანუ ის არ ყოფილა ბოროტისული და ჯადოქარი და შესაბამისად მე რომელმაც სილი დავწამე, ან შეიძლება სიკვდილი დამსაჯონ, ან უეჭველი რაც ხდება არის რომ ჩემი ქონება გადაეცემა მას. შესაბამისად ეხა ძალიან დიდია დასაკარგი მე რომ უბრალოდ ბრალი დავდო თემოს ჯადოქრობაში. და შესაბამისად ამიტომ ბევრი შემთხვევა შუამდინარულ ტექსტებში ჯადოქრობაზე არ ხდება. ეს ტიგროს და ეფრატა მდინარეებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ შუამდინარულ ცივილიზაციებში ამაში ჩანს რომ ყველაფერი მაგ არის ხო სიწმინდისაც ის წარმოადგენს მთავარს რა შესაბამისად იმაში ხდება ამისი გაწმენდაც. აი რაც შეეხება ირანულ ცივილიზაციას ძველ სპარსეთში როგორ იყო ამ თვალსაზრისით თუ რო გადმოვიდეთ მესოპოტამიური თქვა ძველი მესოპოტამიური ცივილიზაციიდან თქვა ირანულზე რო გადმოვიდეთ თქვა სასანურ პერიოდზე ანუ ალბათ ზოროასტრის უნდა შევეხოთ ირანულზე თემო იტყვის კარგად უბრალოდ მანამდე მე შუმერულზე მინდოდა ერთი რაღაც დამემატებინა საინტერესო დეტალია რომ ჯადოქრობა და ბარბაროსობა ოღონდ რა გაგებით ბარბაროსობა ნახე როგორც კულტურული სხვა შუმერულ სამყაროში არის დაახლოებით ერთმანეთის ტოლი. აი იგივე ის ბოროტის სულები რო არსებობენ, ან ბოროტი ჯადოქრები, შუმერულ ლოცვებში არის რომ ვინახარ შენ ჯადოქარო, ესე მიმართავენ ჯადოქრებს. ანუ ის გაშიფრული ადამიანი არა. და სად არის ეს ჯადოქარი, ეს არის საინტერესო, რომ ეს ჯადოქრები იკრიბებიან ძველ ნაგებობებში, რომლებიც დანგრეულია და გაუკაცრიელებულია უკვე. ან ეს ჯადოქრები მოდიან ზაგროსის მთიანეთის გამოქვაბულებით. საიდანაც რეალურად შუმერულ სამყაროში მოდიოდნენ ზაგროსის მთიანეთი იყო ზუსტად ის ადგილი, საიდანაც ბარბაროსული ტომები ესმოდა თავს შუამდინარეს და ზუსტად აი ამ ბარბაროსობასთან, იმ კულტურულ სხვასთან, უცხოსთან არის დაკავშირებული ეს ჯადოქრობის ფენომენიც, რომ ესეც საფრთხეა საზოგადოებისთვის და ისიც როგორც ბარბაროსი საფრთხე, შესაბამისად ჯადოქარი და ბარბაროსი ძალიან ახლოს დგას შუმერულ წარმოსახვაში ერთმანეთთან. იცი რა, თითქოს ერთი მხრივ უცნაური, იმიტომ რომ ზოგჯერ ჯადოქრები პირიქით ასოცირდებოდა ხოლმე აი ყველაზე ინტელექტუალურ, ყველაზე კაი მცოდნე ადამიანებთან, რომლებიც მაგალითად მედიცინას ფლობდნენ რაღაცა და ან ბარბაროსთან ცოტა კარგია ნიკა ეგ შეგვახსენე, იმიტომ რომ აქ უნდა განმარტოთ ჩვენ ჯადოქრობა ფართოცნებაა, ჩვენ ამ შემთხვევაში უფრო მეტად დღეს რამდენჯერად ჯადოქარს ვახსენებთ. უნდა განმარტოთ, რომ აქ ჩვენ დრუიდებზე და ეგეთ ხალხზე არ ვსაუბრობთ. შეიძლება იყოს ჯადოქრის კეთილი კატეგორია. კუდიანებზე ვლაპარაკობთ. უფრო კუდიანებზე, ანუ მავნე, ბოროტ აქტორებზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ ჯადოქარი შეიძლება იყოს კეთილი ძალე, ხო, აი გენდალფის ტიპის ვიღაცაც შეიძლება იყოს და კეთილი ძალების მატარებელიც. და იქ მაგალითად უმაღლეს ქურუმზეც აქვს წარმოდგენა, რომ მას რაღაცა მეტაფიზიკური ძალები გააჩნია, უბრალოდ ამ შემთხვევაში აი ამ საზოგადოებას რო აზიანებს ესეთ მავნე ობიექტებზე ქონდათ სწორება შუმერებს. და არა მარტო შუმერებს, როგორც ვთქვით. თემო ირანულ დუალიზმზე რას ეთქვი? აჰურამაზდასა და აჰრიმანის ბრძოლაზე და აქ რა ადგილი უჭირავს კუდიანებს? სანამ ირანულზე გადავიდოდეთ, მანამდე მინდა რომ პირველ რიგში მოგესალმებით, მაყურებლებს მოგესალმები, მადლობა მოწვევის სიზენდობისთვის. სანამ გადავიდოდეთ, მინდა რომ რაღაცა ცირედი დავამატო, ხო? რომ კი ბექა მართალი არის, რაც მათთვის უცხო არის და რაც მიუწვდომელი არის შეიძლება ითქვას და რაც ბარბაროსულია, ყოველთვის ასოცირდება ბოროტთან და მართლაც შელოცვის ტექსტებში ჩამოთვლილი არის, რომ აი გუთიელო ჯადოქარო მე დახსნილი რაღაცა სუთიელო ჯადოქარო მე დახსნილი ვარ. ანუ ყველა ეს ტომი არის, ის ტომი რომელიც თავს ესხმის ამათ რა. ამიტომ ასოცირდება მათთან ჯადოქართან ეს ადამიანები. ეს ბარბაროსი ტომები შეიძლება ითქვას. რაც შეეხება წყლით გამოცდას, წყლით გამოცდა თავი უნივერსალური არის. აი ფაქტობრივად ყველგან გვხდება ასეთი რა. საუკუნეების ევროპაში. საუკუნეების ევროპა რო აიღოთ, აი ორდალები რაც არის, ხო, ცნობილი. მაგალითად ერთი ესე წყარო არის ჯეიმს მეიუსის დემონოლოგიიდან, ეს არის 1597 წლის წყარო.
პირდაპირ წიგნიდან არის ამოღებული, როგორ უნდა შოტლანდიური. ხო, როგორ უნდა გამოსცადო ჯადოქარი, ხო? თუ ჩვენ შუმერებთან მქონდა ესეთი რამე, რომ წყალს მიჰქონდა ჯადოქარი, იმიტომ რომ ის ავისული იყო და მაშინ დინარი ბოროტი დაინახა, აქ პირიქით არის რა, ანუ თუ შენ წყალსი არ ჩაიძირე, მაშინ ხარ შენ ჯადოქარი. და რა ლოგიკით იხსნება ახლა ამ შებრუნებულად არის. წყალი ასოცირდება ნათლობასთან, ხო, როგორც ასეთი. რახან ნათლობასთან ასოცირდება, ჯადოქარი არის ადამიანი, რომელსაც ნათლობა უარყო თავის დროზე, როცა ჯადოქარი გახდა რა. ესე იგი ის წყალმა არ მიიღო, იმიტომ რომ წმინდა არის. და წყალზე დაიწყო ტივტივი. ნუ რეალურად შეიძლება იმ ადამიანს ცურვა იცოდა წყალში რომ ჩააგდეს, უბრალოდ გამოცურვა უნდაო, ხო? მაგრამ ეს აღიქმებოდა როგორც რაღაცა ისე რომ აი ჯადოქარია, დემონი არის, წმინდა სითხემ არ მიიღო ჯადოქარი რა. წიაღში. თუ წაიღებდა და დაიხრჩობოდა. მაშინ არ ყოფილა ჯადოქარი, მაგრამ მაგაზე ხელებს იწმენდა რომ აი 64-ში მოხდა და ცხონდა, ასე რომ პრობლემა არ არის, პირიქით მისთვის უკეთესი არის ჯადოქარი არ ყოფილა და სახელიც იწმინდებოდა რა მისი. აი ეს ერთ წმენა წარმოდგენები. ისე გვაქვს მაგისი მაგალითები რომ ეგრე დავშალან კი, ძალიან ბევრი ადამიანი იხჩებოდა მაგით რა. უფრთან ახლა როგორი მომენტია რომ ან ისე აგდებდნენ ხოლმე ხიდიდან დინარეში, ან წისქვილის ქვას გამოაბავდნენ და ისე შეუშვებდნენ წყალში და უფრო მახსოვს რომ შეუძლებელია რაჯანის პატრონი უნდა იყო ადამიანი რომ შენ წისქვილის ქვა მოგაბავდა დინარეს დააღწიო თავი, ხო? უფრო მეტად მართლა ჯადოქარი უნდა იყო. მართლა ჯადოქარი უნდა იყო მგონი რა. ორიენტში ეხლა დოლაპს რო აბავენ ზედ და იმას გადააგდებენ ფელფსი ვერ გამოცურავს იქიდან ეხლა არა თუ ვიღაცა ეს ხო და ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს რაღაცები არის უნივერსალური რა არ ხასიათდება კონკრეტულად ჩვასაუგუნეები მარტო მსგავსი არც ეპოქით და არც გეოგრაფიული გარემოთი არ შემოისაზღვრება უნივერსალური არის რა ზოგადად ეს წყლის მომენტი მაინც სამყაროში ძალიან ისეთი მაგრამ აი რატომღაც მაინც სწორედ აი მაგ პერიოდთან ასოცირდება ხოლმე ყველაზე მეტად ესეთი ამბები ხო მე-15 მე-16 ეგ არის პოპკულტურის იმიტომ რომ რეალურად ფილმების, წიგნების, პოპკულტურის გავლენაა, რომ მაინც და მაინც შუა საუკუნეებთან არის დაკავშირებული. მე მგონი განმანათლებლების ესეცა. 19 საუკუნეში ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებში რაღაც საერთო წარმოდგენა, სადაც რაც კი რამე ბნელი იყო, ყველაფერი მიაწერეს და კი, მათ შორის ეხლა ძალიან გაცისკროვნებულად რო წარმოუდგენიათ ანტიკური სამყარო, ხო? ჩვენ ნუ თქვით შუმერულ პერიოდზე ირანზე დიდი ხანი უნდა შევჩერდეთ, იმიტომ რომ ის ანუ დუალიზმი ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული ზუსტად ირანულ რელიგიაშია და მანამდე ვიტყვი რომ აი პირველ ფილოსოფოსად ვინც ითვლება აი თალეს მილეტელი ხო ერთ-ერთი ბერძნული ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტელექტუალია ის ხსნის რას რომ სამყაროში აი ეს ბოროტის სულები არიან ვინც ქვესკნელ და ზესკნელს მთლიანად მოიცავს და ესეთ რაღაცას ამბობს რომ არ არსებობს დახურული სივრცე სადაც ისინი ვერ შეარწევენ არ არსებობს ადამიანის არც სხეული და არც გონება რომელიც მათთვის ხელმიუწვდომელი. ანუ ბერძნულ სამყაროშიც აი ეს ბოროტის სულების, ჯადოქრების, რაღაცა ზებუნებრივ ძალებზე ფილოსოფოსები წერენ. ანუ ეს რაღაცა სახალხო კულტურის ნაწილი მხოლოდ არ არის. ეს არის წარმართულ სივრცეში გავრცელებული საკმაოდ მყარი ჩამოყალიბებული რწმენა. ირანულ რელიგიაში ზოროასტრიზმში ზუსტად აი ამ დუალიზმმა, რომ სამყაროში ორი საწყისი არსებობს, კეთილი და ბოროტი, აი ის ხერხემალი შექმნა, რაზეც ზოგადად მთლიანად ეს ზოროასტრიზმი ჩამოყალიბდა. რომ აქ არის აჰურამაზდას სინათლის და სიკეთის სამყარო და აქ არის აჰრიმანის, არიმანის სამყარო, რომელიც არის ბოროტი და ბნერი. შესაბამისად, სამყაროში მიმდინარე პროცესები კეთილი პროცესები ეგრევე უკავშირდება აჰურამაზდას, ბოროტი ტრაგედიები თუ შიმშილი თუ ეპიდემიები თუ რაღაც უცხოტომელების თავდასხმები, ეს ყველაფერი უკავშირდება აჰურამაზდას და აქვე საინტერესო აჰრიმანს და აქვე საინტერესო თემაა რომ აჰრიმანის მოციქულები აი ამ დედამიწაზე რომლებიც ადამიანებს ვნებენ. მათ ქვიათ დევები, რომელიც ქართული მითოლოგიისთვის ძალიან ახლობელია. და ეხლა ქართული სივრცეც აქ თავის დროზე მე მგონი შოთა მილაპარაკა მათითაშვილმა ქრისტიანობამდელი ქართული სივრცე რელიგიური თვალსაზრისით ზოროასტრიზმის უდიდეს გავლენას განიცდიდა. უდიდეს გავლენას განიცდიდა კი არა ძალიან ბევრი ისტორიკოსი, მათ შორის სტივენ რაპიც თუ სხვაებიც ამბობენ რომ რეალურად ქართლში გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ის რელიგია რომელიც ქრისტიანობის გამოჩენამდე აქ იყო წამყვანი ზოროასტრიზმის რაღაც კავკასიური ვერსიას წარმოადგენდა. შესაბამისად, აი ეს სამყაროს ხედვა, დუალისტური სამყაროს ხედვა, უდაოდ საქართველოშიც იყო, ისევე როგორც ირანულ ცივილიზაციის დაფარვის ზონაში. ახლა თავარი განსხვავება რა არის ანტიკური სამყაროს გაგებაზე აი ამ ჯადოქრების და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან უკვე შუა საუკუნეების ქრისტიანულ ეპოქაში. თუ მაგალითად აქ დუალისტური სამყაროს გაგება ზოროასტრიზმის მიხედვით რომ სამყაროში არსებობს კეთილი და ბოროტი ღმერთები და არსებობს კეთილი და ბოროტი საწყისები ქრისტიანობა დუალიზმს უარყოფს.
ქრისტიანობისთვის არსებობს ერთი საწყისი, მხოლოდ ეს არის კეთილი საწყისი და სამყაროში ბოროტება, როგორც ესეთი მოცემულობა არ არის. ის არის მხოლოდ სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის დეფიციტი. ანუ ადამიანი ბოროტი დაბადებით ვერ იქნება, მას მოაკლდა სიკეთე რაღაც დროს. შესაბამისად, ეხლა ნახე რა არის. შუა საუკუნეებში ჯადოქრები წარმოდგენილი არ არიან ისე, როგორც ანტიკურ პერიოდში თუ წარმართულ პერიოდში. წარმართულ პერიოდში ჯადოქრის რაღაც სხვა ბნელ ძალებთან კონტაქტი არ ჩანს. ანუ ეს ჯადოქარი არის ინდივიდ მავნე არსებად გაგებული, რომელიც ვიღაცას კი არ ემსახურება, უბრალოდ ის ესეთია. და შუა საუკუნეებში უკვე ჯადოქარი არის ბოროტ ძალასთან, ეშმაკთან შეკრული ელემენტი. აი ეს განსხვავებაა. ოღონდ გაგებაა ეგეთი რა, იმ ინკვიზიტორებს მაგალითად. თორე თვითონ ხალხს რო დაუჯეროთ, ანუ ვერ შევისწავლით ეგრე მასშტაბურად, იმიტომ რომ წყაროები არ არის და რა წყაროებიც არის და რაც არის შედგენილი, ეგ ინკვიზიტორების მიერ შედგენილი დაკითხვის ხმებია ძირითადად რა და მაგიტო ჭირს ზუსტად ვიცოდეთ ის ხალხი რეალურად მართლა რას ფიქრობ. შუა საუკუნეებს რაც შეეხება, ძირითადად არის 4 ეტაპი გამოყოფილი რა. კუდიანების და ჯადოქრების ისტორიაში 4 ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი ეს არის 1300-დან 1330 წლამდე პერიოდი, როცა პროცესები ატარებს გამოკვეთილად პოლიტიკურ ხასიათს რა. გამოკვეთილად პოლიტიკურ ხასიათს რას გულისხმობს, რომ აი მაღალი დონის პოლიტიკური ანგარიშწორების კონცეფცია შეიძლება უწოდოთ ამას, როცა პოლიტიკური იარაღად იყენებენ ჰერცოგები, მეფეები თუ მაღალი სასულიერო პირის წარმომადგენლები, რომის პაპი მაგალითად რო ავიღოთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მარტივი მაგალითი არის ფილიპე მეოთხე ლამაზის ამბავი და ტამპლიერების დაპირისპირება, ხო? როცა ფილიპე მეოთხეს რეალურად ვალი ჰქონდა ტამპლიერების, გადახდა არ უნდა და დასაჯა ეს ორდენი 1307-დან 1314 წლამდე გრძელდებოდა სასამართლო პროცესი, ანუ 7 წელი გრძელდებოდა და 1314 წლის 18 მარტს დაწვეს ჟაკ დე მოლი, ხო, კოცონს. ნუ მერე ჟაკ დე მოლიმ დაწყევდა და ეს მთელი დინასტია ამოწდა და რამდენად სწორია ეხლა ვითი არ თქმულება, მაგრამ მაინც საინტერესოა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიუჟეტია. მაინც ეგრე არის რა. კიდე ერთ-ერთი საინტერესო მომენტი არის, აი მაგის საილუსტრაციოდ რა გავიხსენოთ, ეპისკოპოს გიშა დე ტრუას მაგალითი, ეს ხდება 1303 წლებში, ისევ ფილიპე მეოთხესთან არის კავშირში, ოღონდ ამჯერად ფილიპე მეოთხის ცოლთან ქონია დაპირისპირება ან კაცს და ეს ქალი უცებ გარდაიცვლება რა, ჟანა ნავარელი. გარდაიცვლება და ამ ეპისკოპოს დააბრალებენ, რომ შენ გააკეთეო ამ ქალბატონის ცვილის ფიგურაო და ნემსებით ჩხლეტიო და მაგის გამო გარდაიცვალაო, უდუსტოჟინე გააკეთა. ნემსებით ჩხლეტიო და ამას დააპატიმრებენ, ოღონდ სიკვდილით არ დაჟიან. იქ დააპატიმრებენ და იქ მოკვდება რა, ციხეში ჩაგდებული დილეგში წლების განმავლობაში გარდაიცვლება. კიდე ერთი ესეც საინტერესო პიროვნება არის პაპი იოანე 22, რომელიც შეპრობილი იყო რაცა შეთქმულების თეორიებით შეიძლება ითქვას და ყოველთვის თავისი პაპობის განმავლობაში სჯეროდა რომ ვიღაცეები, ტიპები, ჯადოქრები ცდილობდნენ მის დისტანციურად მოკლას რა. ნუ რეალურად ეს კაცის პოლიტიკური გავლენების მიზნით იყენებდა ამ ბრალდებას. ერთ-ერთი მაგალითი არის მაგალითად კორიეს ეპისკოპოსი, ეს არის 1307 წლის საქმე. იმ ეპისკოპოსს ისევ იგივე ბრალდებას არედგინა, რომ შენო ცვილის ფიგურა დაამზადეო, მაგრამ ნემსების ნაცვლად ამჯერად ნელსაცხებლებს უსმევდიო და ისე ცდილობდი პაპის მოკლასო და დააპატიმრებენ ამ კაცს და კოცონზე დაწვავენ რა. კიდე საინტერესო მაგალითი არის მილანის ვისკონტების დინასტიის საქმე. მილანში ვისკონტების დინასტიასთან ხონია დაპირისპირება პაპს. იქიდან გამომდინარე, რომ დაპირისპირება და პოლიტიკურად ვერაფერს ვერ უხერხებს, მოიფიქრებს ძალიან მარტივ რამეს, რომ მოდი დავაბრალოთ ჯადოქრობა. და ბრალდება როგორია, ეხლა რომ თითქოს მილანის ვისკონტებმა იქირავეს ჯადოქრები, ამ დაქირავებულმა ჯადოქრებმა პაპის ვერცხლის ფიგურას შელოცვები გაუკეთეს, რომ მოეკლათ რა. დააბრალებენ ამას და მარტივად მოეშორებენ მთელ დინასტიას ამოწყვეტენ ამ ვისკონტებისას მილანში რა. ანუ პაპის საკუთარ პოლიტიკურ მიზანს ასრულებს ჯადოქრობის ბრალდებით რა. ანუ ძალიან საინტერესო მაგალითია. პოლიტიკური ანგარიშწორების ისეთი იარაღია, რომ იქ ანუ ჯადოქრობაში ბრალდებულ პირს საზოგადოებაში დამცველი ვერ გამოუჩნდება. ანუ მისი აბსოლუტური დისკრედიტაცია ხდება პირველ ეტაპზე. და არავის უნდა ასოცირებული იყოს. ხო, რა თქმა უნდა, ამასთან ასოცირებული ვერ იქნები. და თან ეხა მეორე თემა რა არის, რომ მსგავსი რწმენა წარმოდგენები, აი ამ ჯადოქრებზე, რაღაც არსებებზე, სულებზე და ასე შემდეგ, ურბანულ სივრცეში, განვითარებულ ურბანულ სივრცეში საზოგადოებას ნაკლებად ახასიათებდა. და ეხა თემում პირველი ეტაპი ჩამოთვალა. აი ამ პერიოდში მე-14 საუკუნეა, როცა ეს ჯადოქრობის ისტერია იწყება.
იმიტომ რომ აქამდე მე-14 საუკუნემდე ერთეული მომენტების გარდა ფაქტობრივად ჯადოქრობა არც რაღაცა დიდი პრობლემა იყო ევროპული საზოგადოებისთვის. არც სადმე წყაროებში და ჩანაწერებში ჩანს რაღაცა ჯადოქრობაზე ისტერია რო იყოს და რაღაცა დიდი პრიორიტეტი იყოს რომელიმე სივრცისთვის. ანუ ეს ნომერ პირველი პრობლემა კი არა, პრობლემების ჩამონაცვალში საერთოდ არ ჩანს. სასამართლოები არ ჩანს. ხო, მე-14 საუკუნიდან რაღაცნაირად ამოიქოქა ეს თემა. და რატო ამოიქოქა? ეხლა ისტორიკოსები ვარ და ეს გვაინტერესებს ჩვენ ყველაზე მეტად. ამას ძალიან ბევრი ფაქტორი ანაპირობებს. რომ მივყვეთ ეხლა ეტაპობრივად. ზოგადად ჩვენ ვთქვით, რომ წარმართულ საზოგადოებაში ესეთი რწმენა წარმოდგენები არსებობდა. ეს რწმენა წარმოდგენები საუკუნეების განმავლობაში არსად არ წასულა. და იგივე იმ იზოლირებული მთის მოსახლეობაში, სოფლის მოსახლეობაში თუ სოფლის მიკროკულტურაში, აი ამ საზოგადოებების მიკროკულტურაში ეს რწმენა წარმოდგენები დარჩა. ძალიან მარტივად შეგვიძლია აი მაგალითი მოვიყვანოთ საქართველოშიც, ხო? იგივე რაღაც სულებზე, ზებუნებრივ არსებებზე, კუდიანებზე, დევებზე, ალქაჯებზე, ჭინკებზე თუ სხვებზე გაქრისტიანების მერე რამდენი საუკუნე გავიდა და ქართულ საზოგადოებაში ხო იყო მსგავსი რწმენა წარმოდგენები შემორჩენილი. ფოლკლორში განსაკუთრებით ძალიან მეტად, ძალიან ბევრი. და თან ეს ძალიან ბევრი იყო სად? მთის საზოგადოებებში, ნაკლებად ურბანულ ცენტრებში, ხო, უფრო მეტად სოფლებში, სადაც მეტად ჩაკეტილი საზოგადოება იყო და სადაც ეს ტრადიციული რწმენა წარმოდგენები უფრო მეტად დაკონსერვებული იყო. შეიძლება იმ ადამიანებს ეს ვერ აეხსნა თითოეული ტრადიცია, რაღაცა ჭიაკოკონობის მაგალითად რაღაცა კონკრეტული ტრადიცია რატო იყო. უბრალოდ მათ ეს მუსდგამდათ და ეს ინერციით თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ესე იყო ევროპაშიც. უბრალოდ ერთი საინტერესო მომენტია მან რა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენა წარმოდგენები ძირითადად ის ადგილას იყო, სადაც ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ რეალურად, მაინც უფრო მეტი ეს ინკვიზიციური სასამართლო პროცესი ქალაქში ტარდებოდა ყველაზე ხშირად რა. მაგას აქვს ინსტიტუციური ახსნა. ქალაქში იმიტომ ტარდება, რომ ანუ სასამართლო ქალაქში უნდა გაიმართოს, სადაც ბევრი ადამიანი. ეგეც არის, მაგრამ კიდევ მეორე ახსნა ისა აქვს, რომ მაგ პერიოდში იწყება შავი ჭირი, მოუსავლიანობა გვალვების პერიოდია და სოფლიდან მიგრირებენ ეს სოფლის მოსახლეობა ქალაქში რა, სამუშაოს მოსაზრებად, იმიტომ რომ სოფელში საკვები აღარ არის. მოუსავალი აღარ მიაქვს. შავ ჭირზე უფრო მეტად მაგას იწვევს კლიმატის გაუარესება. იმიტომ რომ ნახე აციება დაიწყო. სულ რავი მე მგონი ადრეს მოგვიყვანია ეგეთი მაგალითი რომ აი ყველაზე მეტად დღესაც 21 საუკუნეშიც ყველაზე მეტად მკითხავები, ტაროლოგები და ვიღაცები როდის აქტიურდებიან. როდესაც ანუ დაძაბული ფონი ამ ქვეყანაში ამ სოფლიოში. რაღაცა კორონავირუსის პანდემიის პერიოდი 2012 წელი რო ახლოვდებოდა რაღაცა მე ეს ექსტრასენსები, ომები, ანუ ამ პერიოდში ყველაზე მეტი გასავალი აქვს მსგავს იდეებს, მაშინ ყველაზე მეტად აქტიურდებიან და ზუსტად აქაც ევროპაში რა მოხდა ისეთი რომ ეს თემა ამოიქოქა. ამას ჰქონდა ჩემი აზრით ორი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ერთი იყო საეკლესიო და პოლიტიკური წრეების мотиваცია და მეორე ეს იყო საზოგადოება იყო ძალიან დამძიმებული იმ მოვლენებით რაც ხდებოდა. ეს იყო მასშტაბური კატასტროფები. ერთი ეს იყო ჯვაროსნული ომების მარცხი 1291-12 წლები და ჯვაროსნული ომების მარცხმა და აკრასდაცემამ რეალურად თეოლოგიური წმენებით შეარყია ქრისტიანულ საზოგადოებაშიც. და მეორე რაღაც აპოკალიფსის მოახლოვებად ჩათვალეს ეს მოვლენა. ამაზე რაღაცა შუა საუკუნეების ესეთი ეპოქაა, რომ ყველა საუკუნე რომ თავდება, აპოკალიფსის მოახლოვებაზე აქტიურდება საუბარი. განსაკუთრებით რგვალითარიგები როცა მოდის რაღაც ეს. მე-14 საუკუნის დასაწყისში კიდე მე-14 საუკუნის შუახანებში ჩვენ გვაქვს გლობალური კატასტროფა, შავი ჭირის ეპიდემია, კლიმატის ცვლილება, რაც აგრარულ სფეროს აზიანებს მნიშვნელოვნად და შესაბამისად ახლა ნახე რა მომენტია. ანტიკურ პერიოდში ჩვენ ვამბობთ, რომ აი ცუდი ამბავი მოხდა, ხო? როგორ ახსნით ამას ჩვენ, ხა ანტიკური საზოგადოების წევრები. ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ბოროტი ღმერთების და ბოროტი ღვთაებების ბრალია. მაგალითად, აი ახრიმანის. ადრეულ შუა საუკუნეებში ცუდი ამბები რომ მოხდა, ამას ჩვენ ახსნით როგორ? რომ ეს არის ჩვენი ბრალი, ჩვენი ცოდვების ბრალი და ამ ჩვენი ცოდვების გამო დაგვსაჯა ღმერთმა. და უკვე განვითარებულ შუა საუკუნეებში ცუდი ამბები რო ხდება, ამას უკვე ვერც ბოროტ ღვთაებებს ვერ დააბრალებს მაშინდელი საზოგადოება, იმიტომ რომ ეს ბოროტი ღვთაებები არ არსებობენ, ვერ დააბრალებს, არაბრალებს თავის ცოდვებს და აბრალებს ვიღაც სხვას. ახალი განტევების ვაცია, რომელსაც აბრალებს. ეს ცუდი ამბები იმიტომ ხდება, რომ ჯადოქრების ბრალია. შესაბამისად, ნახე,
სოციალური ფონი, როდესაც მძიმდება, ეპიდემიებია, ომია, შიმშილობაა, მიწისძვრებია, ესეთი რაღაცა მეტაფიზიკური საფრთხეები აქტიურდება უფრო მეტად. და ეს შემონახულია ძალიან კარგად. იგივე აი ისტორიკოსი კარლო გინზბურგი ამას კარგად აჩვენებს, რომ ესეთი მსგავსი კუდიანებზე თუ აქციებზე თუ სხვებზე წმენა წარმოდგენები ევროპის სოფლის მოსახლეობაში და ხალხურ კულტურაში იყო შემონახული, თუმცა პოლიტიკურმა და სასულიერო ელიტამ ეს სხვანაირად აამუშავა. და ამაში დაინახა რა, რომ ევროპული საზოგადოება ჯვაროსნული ომების დამთავრების და აქტიური ერეტიკული მოძრაობების ჩახშობის მერე არ მოედუნებინა და ისევ რაღაცა დიდი მტრის წინააღმდეგ გაერთიანებინა. ეს ამ შემთხვევაში კუდიანები. გუშინ ერეტიკოსები იყვნენ. დღეს კუდიანებია. ერთი კითხვას დავსვათ შეიძლება რა. ლეგენდარული ხმა გუნისება. აი, ხშირად უყვართ ხოლმე ვერეც ახლა უკვე მარქსიზმიდან აკეთ და ოპიუმი არის რელიგია და სამართავად არის ეკლესია და ასეთ სამიქები რა, ასეთ ფრაზები მოდესმის ხო? ასეთ მეკლია და არ ვეთახვები, მაგრამ სპარალელს ვამბობ. აი, როდესაც ამბობ, რომ ეს ხატი იყო საჭირო მტრიც არ მოედუნებინათ, ან მის ტიპები რა, რომის პაპი იქნებოდა, რომის კური ამთლიანად თუ ვიღაც ეპისკოპოსი თუ ვიღაც მღვდელი. თუ თვითონ ინკვიზიტორი. ან როგორ არის, რომ იმათ ამბოლაფის არ ჯერათ და შეასვია. უბრალოდ იარაღათა აქვთ თუ მადაც მუსიკელად ჯერათ. ჯერათ მას. აი ეგ არის, ანუ ნახე, ეს ამას რო გავუშვოთ. მაგაზე არა. ხო, აი ძალიან კარგია რომ ეგრე არ გამოგვივიდეს, ნათქვამი რომ ჩვენ ეხა სამი კარდინალი შევიკრიბეთ აქ და ვამბობთ რომ მოდი აი ხალხი რო ფორმაში ყავდეს, მოდი ბიჭებო ჩვენ რაღაცა კუდიანებს წინააღმდეგ დავრას. ეგრე არ არის, ამათ ჯერათ ამ ყველაფერს. სხვადასხვა ჯვაროსნულ ომებზე რო საუბრობდით ადრე, ჯვაროსნულ ომებშიც წინასწარ ხო იცი როგორ წარმოდგენა არსებობდა, რომ გაწერილი გეგმა იყო, როგორ რა უნდა იყო და როგორ გამდიდრდებოდნენ იქიდან და დაახლოებით ეგეთივე თემა ეხლა ეგეც. სამყაროში პაპიდან და მეფიდან დაწყებული უბრალო გლეხით დამთავრებული ყველა შეერა, რომ ის წინასწარმეტყველებები რაც საეკლესიო წიგნებშია და ის ესქატოლოგიური მოლოდინები რაც არსებობს უეჭველია და ახტება. თუმცა ნახე ეს გულისხმობს ასევე მეორედ მოსვლის წინ 1000 უბედურების, ავსულების, კუდიანების და 1000 რა ვიცი ერეტიკოსის და 1000 უბედურის გააქტიურებას. შესაბამისად ეგრე არ არის რომ პაპობამ თქვა რომ მოდი ბიჭებო ზალით დავძაბოთ ხალხი და რაღაცა იმიტირებული საფრთხე შეუქმნათ. არა, ამაში ესეც საფრთხეს ხედავს, ხო? თვითონაც საფრთხეს ხედავს. თვითონაც იმ დროში ცხოვრობს და იმ საზოგადოების ნაწილია. თუმცა ეხლა მაგალითად რომაელებს თუ დაუბრუნდებით, რომაელებში მაგალითად იმ ცრუწმენებთან დაკავშირებით რაც არსებობდა რომში ამის შესახებ, იყვნენ რომაელები, რომლებსაც მაგალითად სასაცილოდ არ ყოფნიდათ ხოლმე ეს, მაგრამ მაინც იყენებდნენ ამას პოლიტიკური მიზნებისათვის, ხო? აი მაგალითად ციცერონი ძალიან ხშირად აღნიშნავდა ხოლმე და დასცინოდა ეს ქურუმები რო რაღაც წარმოდგენებს გავდნენ, რომ ქათამსროს აკენს დაუყრედნენ მაგალითად და აკენკავდა თუ არა, იმით რომ წდებოდა რაღაცა ან ღვიძლს როში ამოწმებდნენ ხოლმე საქონლის დაკულისმერად და თუ საღი იყო თუ არა, იმის მიხედვით წდება. ციცერონი ხა მას დამცინავა წერს, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად ციცერონს ხო ვერ გავაზრდებით. ხო არა, ზოგადად ანუ შეიძლება რომ იმ საზოგადოებაში რომის პაპის გარშემო რაღაცა ყოფილიყო, მართლა რომ ფიქრობდა რომ აი ხა ეს რაღაცა თქვათ, მაგრამ ძირითადი მასა ამ ყველაფერსა იყო ეგრე ფიქრობდა, იმიტომ რომ ხა ეგ არის იმ დროის მოცემულობა რა. რომის პაპის არ ვიცი, მაგრამ ევროპულ საზოგადოებაში ვინც მაგ ყველაფერზე იცინოდა, ვიცი უეჭველი ერთი რომ ფრიდრიხ მეორე ჰოჰენშტაუფენი იყო, ვიცით რომ ეგეთი გამონაკლისები არიან, უბრალოდ ხო ეს იყო ეკლესიის და პოლიტიკური წრეების ოფიციალური ხედვა. ამას ესე უყურებდნენ რომ თუ მაგალითად აი ხა მივედით ეტაპობრივად და ერესი და ეს კუდიანები ერთმანეთს უნდა შევადაროთ, რა მომენტი არის, განსხვავდებიან ესენი ერთმანეთისგან. თუმცა ნახე, ერესის ძირითადი მოძრაობების დამთავრების მერე ეს ახალი საფრთხე გამოჩნდა და ეხლა ჩვენ უნდა კონცენტრირდეთ ამ საფრთხეზე, ეს არის, ანუ ეს კატარები და ეს ალიბოგოელები და შემდეგ ამ კუდიანებთან არ ერთიანდება. არ ერთიანდება, მაგრამ ნახე, ტერმინოლოგიური მსგავსება გვაქვს. მაგალითად, აი რაღაც ერთი და იგივე ამბებს აკავშირებენ რომ რასაც აკეთებდნენ მაგალითად კათარები ისე სვენელს რო უთხრობთ კატარები ხო ეს იყო სამხრეთ საფრანგეთში მე-11-მე-12 საუკუნეებში გავრცელებული ერეტიკული მოძრაობა, დუალისტური ერეტიკული მოძრაობა, რომელმაც ევროპის პოლიტიკურ რელიგიურ სივრცეს ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა და მის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომები მოაწყვეს საფრანგეთის მეფეებმა, ძირითადად სამხრეთ საფრანგეთში ჰქონდათ და თავიდან ინკვიზიციის შექმნა ზუსტად კათარების საინტერესო იდეოლოგია ჰქონდათ კათარებს ისე. ხო.
ანუ თქვათ ეგეც გავშალოთ კათარების იდეოლოგიაც შორს წაგვიღებს, მაგრამ მოდი ვთქვათ, ანუ კათარებს მიაჩნდათ, რომ სამყაროში ყველაფერი მატერიალური იყო ბოროტი საწყისის მიერ შექმნილი, მაგალითად ადამიანის სხეული, ხოლო ყველაფერი სულიერი, უხრწნელი, უკვდავი იყო ღვთიური წარმოშობის. ანუ მიაჩნდათ, რომ ყველა დიდი ცოდვა იყო ადამიანის დაბადება, იმიტომ რომ ადამიანის სექსუალური კავშირის შედეგად იბადება. და ამბობდნენ, რომ აი ადამიანი ცოდვებს რო შადის, ეს ყველაფერი მისი ხორციელი მოთხოვნილებებიდან მოდის. აი მაგალითად შიმშილიდან და მე შეიძლება ვიღაცას წავართვა და შევცოდო. მაგალითად აი გარყვნილობასაც ჩემი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები მიბიძგებს ამისკენ. და ამბობდნენ, რომ აი როდესაც მე მოვკვდები და ჩემი სული აი ამ ეშმაკეული სხეულისგან, ამ ყდომადი და ხრწნადი სხეულისგან გათავისუფლდება, აი მე მაქვს გზა სასუფევლისკენ. არ აღიარებდნენ ეკლესიის იერარქიას, არ აღიარებდნენ ზოგადად ხელისუფლებას, ცოტა ანარქისტული იდეები ჰქონდათ, ეხა ანარქიზმის სვა მოვლენა, მაგრამ გავდა მათი წარმოდგენები პოლიტიკურ ანარქიზმს და რეალურად არც მუშაობდნენ, არ აღიარებდნენ სენიორულ ვასალურ ურთიერთობებს და ნუ ეკლესიასაც და ფეოდალურ წრეებსაც გაუჩნდათ ძალიან დიდი საფრთხის შეგრძნება, რომ შეიძლება ეს კათარები გამრავლდნენ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ესე რომ დაიწყოს ფიქრი, ცუდად დამთავრდება ჩვენი საქმეო და ამიტომ ჯვაროსნული ომების მთელი რიგი მოხვა მათ წინააღმდეგ. მაგის მიხედავთ, მე მგონია მაყურებლის უფრო სწორი იქნება თუ განვასხვავებთ რა, ვინ არის ერეტიკოსი და ვინ არის უშუალოდ ჯადოქარი რა. ერეტიკოსი არის ადამიანი, რომელიც ეკლესიას უპირისპირდება თეოლოგიურად. მაგალითად, აი ხშირად ეს არის განათლებული კლერიკალი, ან ვინმე ცნობილი ტიპი, რომელმაც ბიბლია წაიკითხა, ხო, მაგალითად, რომელიც ბიბლია წაიკითხა, ახალი აღთქმა წაიკითხა და ის საზოგადოებას თავაზობს თავის განმარტებას რა. ეს ტიპი, ანუ ერეტიკოსი რას ეუბნება კათოლიკურ ეკლესიას, რომ თქვენ ყველანი ცდებით, მართალი ვარ მე. ანუ ამით უფრო მეტად პოლიტიკურად და იდეოლოგიურად უპირისპირდება რა, როგორც ასეთი ის ყოველ შემთხვევაში უფრო ხშირად საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ის პირველ რიგში საფრთხეს წარმოადგენს ეკლესიისთვის პოლიტიკური იდეოლოგიური თვალსაზრისით. თემო დავამატებ, ნახე, აი მაგალითად თემო მოვიდა ჩვენთან, ჩვენ ვართ რომელიმე ქალაქის მცხოვრებლები და ზუსტად ეს ქადაგება დაიწყო, ხო? ეკლესიის ხო, არა, კატარული არა, ამ შემთხვევაში მოდი უიკლიფი იყოს, კატარებთან არ ჩაუშვა. ანუ ეკლესიის ოფიციალური პოზიცია რა არის, რომ ეს ადამიანებს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის, რომ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს, ხო? შეიძლება შეაცდინოს მათ. მაგრამ ფიზიკურ საფრთხეს ხო არ უქმნის ეს ერეტიკოსი, ხო არ მოდის ხმლით ან რაღაცა მსგავსი რაღაც. ხო, ეკლესიის ავტორიტეტს ემუქრება სულ. ეკლესიის ავტორიტეტს ემუქრება, ეს უფრო ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელია, ვიდრე ფიზიკური განადგურების საფრთხის მატარებელი და აი უკვე კუდიანები რო ჩნდებიან, იქ უკვე ორმაგი საფრთხეა. ნუ ჯადოქარი არის პირველ რიგში ანტისაზოგადოებრივი მოვლენა, რომელიც იწვევს მიწისძვრებს, წამლავს წყალს, ჭას წამლავს, გვალვას იწვევს, ყინვას, ნის, მოგეთ ყველაფერს, რითაც შეიძლება რომ ადამიანს ხელი შეუშალოს, რომ კარგად იყოს რა, ანუ ჩვილებს იპარავს, იტაცებს, რაცა კლავს, შაბათი შეკრებებს და ასე შემდეგ. ანუ თავიდან ბოლომდე ანტისაზოგადოებრივია რა და აი მაგ მომენტში უკვე სახელმწიფო წერევა, როცა ეს ანტისაზოგადოებრივია. ანუ ეს არის ეგზისტენციალური და ფიზიკური საფრთხის ორმაგად მომტანი. ანუ ეს გიშავებს, იმიტომ რომ შიმშილობა იწყება ამის ქმედებების გამო. ერთი ეს არის და მეორე თვითონ რაღაცა ცოდვაში გაგდებს რა, ჯადოქართან კონტაქტი შენ დაღუპვას გიქადის. პირველი ადამიანი, რომელმაც პირველი შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ჩამოაყალიბა და წიგნი დაწერა ამაზე და აღწერა ეს ჯადოქრების მოვლენები, შეიძლება ასე უწოდოთ, არის ნიკოლას ეიმერიკი. ნუ ეს დაიბადა 1300 წელს კატალონიის ჩრდილოეთით ჟირონაში და შემდეგ უკვე 57 წლისთვის დაახლოებით გახდა არაგონიის სამეფოს მთავარი ინკვიზიტორი მაგისტრი. და საბოლოოდ ისე ხდება, რომ აი ამ პერიოდში ეს დიდი ერესების ეპოქებით დამთავრებულია რა და ეს კაც საკმაოდ ამბიციური პიროვნება არის და სურს ამას, რომ ერესები იყოს. ესეც სახელმძღვანელო დაწერა 76 წელს დირექტორიუმ ინკვიზიტორიუმ, რაც ინკვიზიტორის გზამკვლევს ნიშნავს, თავიდან ბოლომდე ახსნილი აქვს, როგორ უნდა დაკითხო, როგორ უნდა დასაჯო და ასე შემდეგ და აქ წერს ესეთ რამეს, რომ რეალურად კათოლიკური ეკლესიის ჭეშმარიტება გამოჩნდება მაშინ, როცა ის შეებრძოლება ბოროტებას. ანუ ჩვენ პირიქით გვაწყობს, რაც უფრო მეტი ერეტიკოსი იქნება და რაც უფრო მეტი ბოროტება იქნება, ამით ხალხი დაინახავს რა არის ჭეშმარიტება და როგორი ძლიერი არის კათოლიკური ეკლესია რა და აი სწორედ აქ ვითარდება ეგ აზრი, რომ მართალია ერეტიკოსების, ასე ვთქვათ, ბუმი დამთავრდა, მოანდესების ბუმი დამთავრდა კათარების, მაგრამ ახლა ჩდება ჯადოქარი, ადამიანი, რომელიც შეიცავს საფრთხეს ეკლესიისთვის და ადამიანი, რომელიც შეიცავს ასევე საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, აი ერეტიკოსის და ჯადოქრის თანაკვეთა უკვე ხდება რა.
კათოლიკური ეკლესიისთვის ჯადოქარიც და ერეტიკოსიც ფაქტობრივად ამ მომენტიდან როცა ეს იდეოლოგია ყალიბდება, უკვე ერთი არის რა. თუ ადრე ისინი ებრძოდნენ ჩალკეულ ჯგუფებს ერეტიკოსებით, ეხლა უკვე ინდივიდებსაც ეძებენ და იმათაც ებრძვიან, იმიტომ რომ ისინი ბევრად უფრო ბევრად მეტი ზიანი მოაქვთ რეალურად ეხლა ამათ ერთმანეთს წარმოადგენთ, ვიდრე თუნდაც თავად ერეტიკოსებს მოჰქონდათ რა. ხო, ანუ იცი როგორ არის, თუ ადრე ეს რაღაცა ერთიანი სახე ქონდა მტერს, ანუ ერეტიკოს, რომელიც კათოლიკოს პერსპექტივებოდა, ეხლა ისა გამოილია და შესაბამისად უკვე ღრმა ძიებაში არიან. ეხლა რო ესეთი ადამიანები გამოავლინონ, კიდე ვინ არის ისეთი, ვინც თქვათ ებძვის ეკლესიის ავტორიტეტს, ვინც აკეთებს ამას, ხო? შესაბამისად ჯადოქრებზე გადავიდა აქცენტი. ოღონდ ეხა ისე არ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ინკვიზიტორების ჯგუფი სოფელ დადის და გიწყობს აბა სად არის ჯადოქარი. ანუ ჯადოქრების გამოვლენა ხდება როგორ? ამას აკეთებს ჯერ ყველაფერი ხდება შიდა თემური სასამართლოდ. ეს უკვე რა პერიოდი არის? ეს არის მეორე. არა, ჯერ მეორეზე არ როგორც ჯერ პირველი პერიოდია. ჯერ პირველი ვარ. ანუ ჯერ კიდე პოლიტიკური ხასიათი აქვს. ჯერ კიდე პოლიტიკური ხასიათი აქვს. ბარემ მეორე. გადავიდეს მეორეზე, ნუ მეორე პერიოდი ეს არის უკვე 1330-1365 წლამდე პერიოდი, როცა სხვა შორის ეს პოლიტიკური მოტივით ვიღაცების დასჯა მცირდება, მეტწილად სტაბილური პერიოდი არის ევროპაში მაგ დროს და უფრო ფართო საზოგადოებრივ მასებზე იშლება, მაგრამ რა გაგებით? იმ გაგებით რომ რაღაცა მასშტაბური მაგიური შემთხვევები არ ხდება, ანუ ვიღაცის მოკვლას და შემდეგ, არა ყოფითი ბრალდებები არის რა. აი მე ერთ-ერთი მაგალითი არის, მაგალითად მარიონი და მარგო არიან სუბუკი ყოფაქცევის ქალები საფრანგეთში, ეს არის 1390 წელი. პარიზში არიან და რას აკეთებენ ახლა ესენი? ანუ შეიძლება ითქვას სექსუალურ მაგიას იყენებენ, რომ ერთ კაცს, ანუ რომ მარგოს საყვარელს თუ სწორად მახსოვს, იმპოტენცია მოულინონ რა და მართლაც ეს კაცი გახდება იმპოტენტი, ვერ აგმაყოფილებს თავის ცოლს, შეიძლება ითქვას რა. ხო და ისე ხდება რომ დააპატიმრებენ ამას ორივეს. სასამართლო პროცესი გაიმართება პარიზში, სადაც 17 მრჩეველი ესწრება, 3 მაგისტრი ესწრება და მოკლედ ძალიან ისე სასამართლო პროცესია პოპულარული ხალხისთვისაც რა. გაასამართლებენ, გააკრავენ ბოძებზე რომ თელმა ქალაქმა დასცინოს ამათ, რაღაცა რიტუალებს ჩაატარებენ მოკლედ და ისე მოულენენ იმპოტენციას, წარმოიდგინე არ მაგ რიტუალებს ზიარ ლაბარაკი, მაგრამ მაინც და საბოლოოდ ისე ხდება რომ ამ ორ ქალბატონს წავე კოცონზე. ანუ ამ გაგებასთან ასოცირდება ეს მეორე ეტაპი, როცა უკვე დაბალ სოციალურ ფენებში ჩადის, ეს დაბალი სოციალური ფენების ბრალდებები არის რა. და აქ არის მარტივი მაგია. მარტივი მაგია რა არის? უფრო მჭხიბაობა არის. იმიტომ რომ ამ რეალურად საინკვიზიციო ჩანაწერები რო ნახოთ და გამოქვეყნებულია ძალიან ბევრი, რამდენიმე კრებული არსებობს, სადაც ზუსტად ამ ინკვიზიციური სასამართლოს რაღაცა მაგიასთან დაკავშირებული საქმეები არის ერთად ჩამოყალიბებული. არის დაკითხვის ოქმებიც და არის ეგრეთ წოდებული იურიდიული кейსები, რო ვთქვათ, რომ აი რაზე დაიჭირეს ადამიანი, რა ედებოდა ბრალად და რა აღიარა და ასე შემდეგ. მისი ალბათ 95% არის ზუსტად ეს ყოფითი ხასიათის რაღაც მარტივი ისინი რა ქვია, რომ რაღაცა ზებუნებრივი ძალა უნდა მიიღოს, მაგალითად ეხლა გამახსენდა ჟანა ერქვა ერთ-ერთ ქალბატონს, საფრანგეთში ხდება, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ძალიან იჭვიანი და ძუნწი ქალი იყო, ეგრე ახასიათებენ და მოპარეს შაფრონი, ძალიან ძვირად ღირებული სანელებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან შეკონდა საფრანგეთში. კი, ასე. და ამ შაფრონის ქურდობაზე ძალიან შეწუხდა ეს ქალი, რომ რას ქვია მომპარესო და ყველანაირი გზა სცადა, რომ ის ქურდები ეპოვა. მივიდა ქალაქის მაგისტრთან, მივიდა შესაბამის უწყებებთან, რომ ეს ამბავი გამოეძებიან და რო არაფერი არ გამოვიდა, ბოლოს სცადა დემონის გამოძახება. და დემონს გამოვიძახებდა, ისე გავიგებ, ვინ მომპარა შაფრონიო, ამ დემონის გამოძახების რიტუალს რო აკეთებდა, როგორ აკეთებდა, არ ვიცით, მეზობელმა დაინახა, დაასმინა და ეს კაცი დაიჭირეს. და შემდეგ არის მთელი დაკითხვის ოქმები, როგორ კითხავენ ამ ქალს, რომ რატო გამოიძახეთ დემონი. ალბათ ეს პეტაგრამა დახატა და სანთლები დაანთო ესე კუთხეებში, ხო? არის მომენტები, მაგალითად, უფრო სასაცილო, შეიძლება ითქვას, ცოტა კურიოზულთან მიახლოებული, ორი ქალია. და დაქალები არიან როგორც ჩანს და ერთ-ერთ ზუღალატა ქმარმა და ამან შესჭირა თავის დაქალს და იმან უთხრა რომ მოდიო ჯადო გავუკეთოთო და დაიჭირეს გომბეშოები ჩასვეს ქოთანში როგორც არის აღწერილი და ამ გომბეშოებს აწამებდნენ და რაც ამ გომბეშოებს მოსდიოდა იგივე ტიპის ჩივილები ქონდა ამ კაცს ეს გაიგეს მერე და ეს ქალები კოცონზე დაწვეს ეს ვუდუსტოჯინის თემებში ბევრჯერ არის რაღაც მსგავსი პრაქტიკები ჩანს რაღაც მსგავსი პრაქტიკებია ესეთი ყოფითი ხასიათის მაგალითად თან როგორი მომენტია რომ ჯადოქრობას ვერ დააბრალებს ვერავის ანუ ვერავის ვერ დასჯი მანამ სანამ ის არ აღიარებს თვითონ რომ არის ჯადოქარი
აი 100 კაცმა რო დააბრალოს მაგალითად აგერ თემოს რო არის ჯადოქარი, თუ თვითონ არ აღიარა, თემო არ გამტყუნდება საინკვიზიციო ტრიბუნალის მიხედვით. თანაც აქ არის საინკვიზიციო ტრიბუნალის ორი ნაწილი. ერთი არის სასულიერო ინკვიზიცია, სხვანაირად აწარმოებს გამოძიებას და საერო ინკვიზიცია სხვანაირად, სხვა მეთოდები აქვს. სასულიერო ინკვიზიციას მიაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანი დაიბადა როგორც ანგელოზი და კეთილი და ის შეცდომილ გზაზე დგას და ჩემი სასულიერო ინკვიზიტორის ვალია რომ ეს მე თეოლოგიურად დავამუშავო, ამას თეოლოგიურად ისეთი კითხვები და ისეთი საუბარი წავიყვანო, რომ გამოვტეხო ჯერ და მე მონანიებისკენ წავიყვანო. და ინკვიზიტორის, სასულიერო პირი ინკვიზიტორის ყველაზე დიდი დამსახურება, რითი შეიძლება თავი მოიწონოს, არის რომ მე მაგალითად ამდენი ადამიანი, რომელიც იყო ეშმაკისკენ წასული, მე ღმერთისკენ მოვატრიალე. ასე რომ ამ ტიპის აღიარებებს იღებენ როგორ? სასულიერო პირები, როდესაც ამუშავებენ მას, ამუშავებენ ისე რომ თეოლოგიურად მიდის ამათი ფსიქოლოგიური დამუშავება, მაგრამ უფრო მარტივად და ჭყალებში გენიალურად მოქმედებს საერო ინკვიზიცია, რომელიც მათ აწამებს. ოღონდ აწამებს როგორ? სისხლი არ უნდა დაიღვაროს ამათი არც ერთ ვარიანტში. აი ჩამოკიდება, ყელზე თოკის მოჭერა, ყვამლით, წყლით დამუშავება და შესაბამისად ნახეთ, იგივე რო გადავშალოთ ეს საინკვიზიციო ჩანაწერები, ისეთ აღიარებებს ნახავთ, რომ შეიძლება სიცილით მოკვდეთ. რომ აი ადამიანმა აღიარა, რომ ყავთან ერთად დაფრინავდა. მაგალითად, ბელგიაში, ბრიუგეში ერთ-ერთმა ქალმა 1420 წლის ჩანაწერია, აღიარა, რომ მეო შევხვდიო ეშმაკსო, ვეამბორეო ფეხზეო და მანო მომცაო ჯოხი და მომცა საცხიო სპეციალური, რომელიც წავისვი და მე დავფრინავდიო. ერთ-ერთმა აღიარა, რომ ჰოლანდიის სანაპიროსთან გემები მე ჩავძირეო 60 წლის განმავლობაშიო ჯოხსო ნაკადულში უტყამდიო ამ ჯადოქრის ჯოხსო, ვიწოვდი შტორმს და მეთევზეები იღუპებოდნენ ამითო. აღიარებითი ჩვენება ჯადოქარი ქალია, გერმანიაში ხდება 1396 წელია, რომ აღიარა, რომ მე ეკლესიიდან მოვიპარე სებისკვერიო და მე დამძიმდა, ვერ ვატარე და გადავაგდე ბუჩქებშიო და მსგავს, ისეთი აღიარებებია, რომ შეიძლება სიცილის მოკვდე. მაგრამ აქ ერთი რამეა, ინკვიზიციის ტრიბუნალზე რომ მოხდებოდა ადამიანი, ინკვიზიცია შეეძლო მისი ისე დამუშავება, რომ ნებისმიერი ტიპის აღიარება მიიღო, წამებითაც და წამების გარეშეც. ბოლოს ელო თვითონ დაეჯერებინა ამადებს მართლა დაფრინდა. აქ საინტერესო რა არის, თუ დავაკვირდით როგორი სოციალური წრის წარმომადგენლები არიან ყველა ბრალდებული, რა ძირითადად დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლები არიან. ერთი წყარო არის მაგალითად 1395 წელი არის, ერთ გოგონაზეა, რომელიც შიმშილობს, არანაირი საკვები მას არ გააჩნია, მოსავალი არ არის, ოჯახში ყველა დაიხოცა შავი ჭირის გამო და ამ შემდეგ. და იძახებს ეშმაკს, რომ საკვები მიიღოს მისგან და ეშმაკი მართლაც აძლევს პურს რა. ოღონდ რამდენჯერ მიხდება ეს და მე ალბათ ვიღაცა გაიგებს ამას, მეზობელი დაასმეს და წაიყვანენ და კოცონზე დაწვავენ. ესეთი ტრაგიკული ისტორიებიც ხდება რა. ეს ტრაგიკული ისტორია ახლა ჩვენ როგორც ისტორიულ ფაქტს ისარღვევით, რაც წერია საინკვიზიციო ჩანაწერებში, მაგას მეზობელმა დაინახა ეს ეშმაკი, რომ პურსაც მოიტანა ხო და უმრავლესობა არის დასმენილი მეზობლის მიერ. ქალაქებში მოიმატაო თემო რო ამბობს, ქალაქში მარტივია მიყურადება რაღაცის ფანჯრიდან დანახვა, ვიღაცის ქუჩიდან გადახედვა. შეიძლება მოგეჩვენოს ვიდეოც. ხო, ეგეც არის. მოჩვენების დააბრალეს და მე ტრიბუნალმაც ისე დაამუშავა, რომ აღიარებინა, იმან აღიარა და ეხლა ამან უთხრა რომ მომიტანა ეშმაკმა პურიო. ყველაზე კარგად და დეტალურად შემონახული არის ჟანა დარკის პროცესი, იმიტომ რომ ტამპლიერებისაც არის. ტამპლიერებისაც არის, უბრალოდ ჟანა დარკზე კარგი ილუსტრაცია არისია, იცი, აი ინკვიზიცია როგორ მუშაობს ბრალდებულთან. როგორ შეიძლება ინკვიზიციამ ისეთი კითხვები დაგისვას, რომ ის პასუხები მიიღოს, რაც მას უნდა. ისე დილემურ კითხვებს სვამს ინკვიზიცია, რომ პასუხს გასცემ დიახს თუ პასუხს გასცემ არას, ორივე შემთხვევაში გამტყუნებული გამოდიხარ და აი პრაქტიკულ მაგალითს მოვიყვანთ. ეხლა ჟანა დარკი რო ჯადოქარი არ იყო, ეგ ყველა მიცოდა იქ, ეგ იყო პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ხო, რა თქმა უნდა, მთელი ინგლისის სამეფო კარი იყო დაინტერესებული ამ გოგოს მკვლელობით, მაგრამ მარტო მკვლელობით არა, მისი რეპუტაციის განადგურებითაც, რომ ის იყო ეშმაკეული. ჟანა დარკის кейსის უკან რაიმალება, რომ ის ამბობს, რომ მე გამოცხადება მაქვს, წმინდანები მელაპარაკებიან და წმინდანებაში თამაგონეს რომ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. ინკვიზიტორი უსვამს ერთ-ერთი დაკითხვის დროს ესეთ კითხვას. რომ თქვენ ჟანა ამბობთ რომ ხართ ქრისტიანი, კი მე ვარ ქრისტიანი, ესე უგნება, კი ესე უგნება და არის შემდეგი კითხვა, აღიარებთ თუ არა ეკლესიის ავტორიტეტს. ამ კითხვაზე დიახს იტყვის თუ არას, ორივე შემთხვევაში მტყუნდება. თუ იტყვის რომ მე არ ვაღიარებ ეკლესიის ავტორიტეტს, ის ავტომატურად გამოდის დამნაშავე და ერეტიკოსი და ეკლესიის წინააღმდეგ წასული ინდივიდი, ხო? მაგრამ თუ იტყვის რომ მე კი ვაღიარებ ეკლესიის ავტორიტეტს, მაშინ რა გამოდის? მაშინ მე ჟანა დარკმა რომ
წმინდანებით ღმერთთან დავამყარე კავშირი, ეს გამოდის, რომ ის საეკლესიო იერარქია გამოვტოვე, ანუ ეკლესიის საჭიროება იჭქვეშ დავაყენე. და თუ ვიტყვი, რომ კი ვაღიარებ ეკლესიის ავტორიტეტს, მაგრამ მე წმინდანები დამიკავშირდნენ, ეს ნიშნავს, რომ თავის იდეას უარყოფს. რომ ესე იგი ის ხმები, რომელიც მე მესმოდა, აღარ იყო ღვთიური ხმა, ეხა შეიძლება რთული გასაგები იყოს, უბრალოდ დილემური კითხვა, რომელზეც ჯანადაკი რა კითხვაზეც, რა პასუხსაც კი გასცემდა, ორივე იყო მისთვის გამამტყუნებელი. ინკვიზიციაში შეეძლო ბრალდებულებთან ასე მუშაობა. გააჩნდა მოტივს, ასე რომ იქ რო არის აღიარებები, ის აღიარებები შეიძლება საერთოდ რეალური იყოს და მართლა აღიარა კონკრეტულმა ბრალდებულმა ესეთი რაღაცა რომ ხო რავი ჯოხს ურტყამდი იმაში და ამით ვზირავდი მეთევზეების გემებს ჰოლანდიის ანაპიროსთან შეიძლება აღიარა იმ ადამიანს. ხო, აი უფრო ესეთი ინტენსიურად რა პერიოდში იწყება? აი გიწება მესამე პერიოდში, ეს არის 1375-1457 წლამდე პერიოდი, როცა რა ხდება რეალურად, ხო? ეპიდემიები იზრდება მძვინვარებს, გვალვა არის, ყინავს, ანუ ეს ცირე გამყინვარების ხანა რეალურად ემთხვევა მესამე პერიოდს ამ ჯადოქრების ისტერიის რა და ერთი კარგი წყარო არის მაგალითად ყუდიანები და ცუდი ამინდი. ეს არის 1491 წლის შემთხვევა ამონარიდი მეცის მოქალაქის ჟან ობრიონის დღიურიდან რა დღიური არის უბრალოდ ჩაწერილი ერთ-ერთი მოქალაქის და რას წერს ახლა ეს ყველაფერი ხდება ივნისი-ივლისის პერიოდში 1491 წელს რომ მთელი ივნისის თვე წვიმდა ყველა ყვავილით დაიღუპა ჩუპავილა გამრავლდა და მოსავალი არ მოდის ამიტომ რა ვქნათ სამი ტიპი დაადანაშაულეს ჯადოქრობაში აქედან ორი დაწვეს და ბოლოს არის ესეთი ფრაზა ამ დღიურის რომ კარგი ამინდა დაიწყო 6 ივლისს ანუ მეორე დღეს მას მერე რაც ბოლომს ხვერპით დაწვეს, კარგი ამინ დაიწყო რა და ფსიქოლოგიურად როგორ აღიქვავს ეგ ხალხი მაგ მოვლენას. აი, ყველა ცუდიანი. ეხა მთელი მაისი რო წვიმდა და სიცივეები იყო. უნდა დაგვეწვა ვიღაც და გამოიდანე და ეგრევე რა. უნდა დაგვებრალები და ვიღაც მაგარი. იცი როგორ არის თან ხა ძალაუნებურად ხო გარდაუვალია რომ შეიძლება ეს ისა რა მაგრამ რაც რო დაწვეს ეს ადამიანი რო არ გამოედარა იტყოდნენ რომ კიდეა დარჩენილი ალბათ კიდე ვიღაც დასაწვავი იყო ეს იგი ხო სამი დაადანაშაულეს მაგრამ ერთი გაამართლეს სხვადასხვა ეგრევე წერე რომ გაამართლეს ორი დაწვეს კოცონიზე რა ნახე ეს რო არის აგრარული საზოგადოების კულტურაში შემორჩენილი წარმოდგენები რითი მიხვდები კიდე ძალიან მარტივად რა ბრალდება ჯადოქრებს ცუდი ამინდი, მოსავლის განადგურება, საქონლის დახოცვა. ანუ ისეთ პრობლემებს ქრის, რაც ზუსტად აი ამ სოფლის მიწათმოქმედ მოსახლეობას უქმნის პრობლემას. ანუ ეს მათი ფოლკლორის ნაწილია და მათი ინტერპრეტაციებია, რომელსაც ესენი აკეთებენ. ეს რას დააბრალებდნენ? დღეს გლობალურ დათბობას. აჩეგოს Facebook-ის. მათ შორის TikTok-ის. იბადონო. ყველა დროს თავის მიზეზები აქვს, რა. რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციების შეიძლება რეალურად ეს ყველაფერი ინტერპრეტაციის გამოხდია მთელი დროს ყველაფერი ინტერპრეტაციაზე დავდივართ თორე ყველაზე ესეც საინტერესო არის აი ის წიგნების გამოჩენა რომელშიც ეს ყველაფერი უკვე ახსნილი არის რა აი ჩამო იერარქიებულია ეს ყველაფერი რომ აი წერია როგორი ტიპი ჯადოქრები არსებობენ ვის როგორ უნდა ებრძოლო ვირას იწვევს რაღაცა ანუ როდის მოხდა ამის უკვე დოკუმენტურ დონეზე აი საბოლოო ფაზა რაც არის 1500 წლამდე პერიოდს რომ მოიცავს როცა საერო ლიტერატურაში და სასულიერო ლიტერატურაში იჭრება უკვე ეგ იდეა რომ აი დემონებია და აქაჯები დემონოლოგია და აქაჯები რეალური არის და სხვა შორის მაგალითად დიდი გავლენა მოახდინა სქოლასტიკამ. ნუ რეალურად პირიქით უნდა იყოს ხო სქოლასტების ცდილობენ რომ რაღაცა ახსნან ხო რაღაცა მოვლენები, მაგრამ ამ სქოლასტებმა ეს ყველაფერი შეისწავლეს, მოაქციეს რაღაცა ფორმაციებში, უნივერსიტეტებში გადაიტანეს და კითხულობდნენ ამას, ხო? მე ამ დაწერილს უკვე ვინ წაიკითხავდა და რა ტიპის ინტერპრეტაციას მისცემდა, სქოლასტები არაფერ შუაში არ იყვნენ მაგასთან. და კითხულობდა ამას სასულიერო ფენა, კითხულობდა ამას საერო ხელისუფლებაც, ხო? ამ სქოლასტებმა საკმაოდ კარგი შრომა გაუწიეს, მათ შეიძლება ითქვას, რომ იმათმა ეს სქოლასტების მიერ შეგროვებული ინფორმაციები სათავისოდ გამოიყენეს. ნუ ეხლა სქოლასტებს რახან ჩავეხეთ, უნდა ითქვას, რომ კი ესეც იყვნენ დაინტერესებული რაღაცეებით, მართალია, მაგრამ აი ფილოსოფიური ქვა რო ავიღოთ, ხო? მთელი შუა საუკუნეების მანძილზე მაგას ეძებდნენ ეს სქოლასტები რეალურად. ესენი უფრო სხვა ტიპის რაღაცეებით იყვნენ დაინტერესებული. ნიკოლა ფლამელის რეალური ფიგურა იყო რეალურად და მართლა ჰარი პოტერში მოგონილი არ არის, მართლა იყო ეგ კაცი. ჭხიბაობით კი არ იყვნენ ეს სქოლასტები დაინტერესებული, უფრო მაღალი მაგი, რაღაც უფრო ინტელექტუალური შეებით იყვნენ დაინტერესებული. ოქროს მიღება უნდათ ამ ალქიმიის ბეკონის მთელი მაგრამ რახან ეს ინფორმაცია შეგროვდა სქოლასტებმა ასე ვთქვათ ფორმაციაში მოაქციეს ეს ყველაფერი წაიკითხა ეს სასულიერო საერო ხელისუფლებამ და საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა ამას რა ეს წმენა წარმოდგენები რაც დაბალ ფენაში არ
არსებობდა, მე ამათმა თეოლოგიურად და კანონმდებლობით დაამუშავეს და მოარგეს იმ რეალობას, რა რეალობაში წინ იყო. ეხლა გადავედით რა თემაზე, ნახე. მთელი საბჭოთა ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ ეს არის ევროპული მოვლენა, რომელსაც ბიზგი კათოლიკურმა ეკლესიამ მისცა. მაგრამ აქ არის ერთი დიდი მაგრამ. ყუდიანების ფენომენი, ყუდიანების დევნა, დემონოლოგია ახასიათებს ისეთ საზოგადოებებსაც, სადაც საერთოდ არც კათოლიკური ეკლესია, არც რომის პაპის გავლენა და ევროპის საზღვრებს მიღმა. მაგალითად საქართველოშიც. იგივე ყველაზე ინტენსიური ყუდიანების დევნა და ყუდიანებზე ნადირობა იყო პურიტანულ ამერიკის შეერთებულ შტატებში პურიტანულ ქალაქ სალემში. ეს არ შემოისაზღვრება მხოლოდ ერთი რაღაცა რელიგიური, ან ერთი ქრონოლოგიური, ან ერთი კულტურული სივრცით. ეს არის გლობალური, ვრცელი, ფართო მოვლენა, რომელსაც სხვადასხვა სივრცეში რაღაც სხვადასხვა გამოვლინებები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თვითონ მახასიათებლები მათი ერთმანეთს ძალიან გავს. უბრალოდ, ეხლა მაგალითად საქართველოსაც რო გადმოვიდეთ. მსგავსად მაგალითად აი ჩვენ რო აი მე მგონი სამი კატეგორია არ გვითხოვს, ანუ როგორ ხედავს ევროპული საზოგადოება ამ მაგიის სამ კატეგორიას. პირველი არის ეს საყოფა ცხოვრებო მაგია, რომ აი მაგალითები კი ჩამოვთვალეთ, იგივე იმ პარიზელი მეძავების, იგივე იმ ქალის ქმარზე რო შური იძია და რაღაც მსგავსი შემთხვევები. ეს არის წვრილმანი მაგია, ერთ-ერთი ეხა მაგალითად გუში, ხომ ჩხიბაობა გუში რო თვითონ მასალებსაც რო გადავავლე თვალი, ერთ-ერთი მომეწონა ძალიან. ეს არის 1309 წელი. თვითონ ისტორია არის ძალიან საინტერესოს, თან ტრაგიკულიც, თან კომიკურიც. ერთ-ერთი რაინდი, რომელიც ბრძოლაში წასასვლელად ემზადებოდა, ვილჰელმი ერქვა, გერმანიაში ხდება რაინის მიწებზე ეს ამბავი, ომში წასვლის წინ ესტუმრა ცნობილ ჯადოქარ ქალს. და ამ ქალმა უთხრა, რომ მეო შენო გასწავლიო შელოცვასო, რომლითაც ბრძოლის ველზე გახდები უჩინარი და ბრძოლიდან უნებელი გამოხვალო. დამშვიდდა ეს რაინდი ვილჰელმი, ოღონდ ამ ქალმა გააფრთხილა, რომ არავის არ უთხრაო. ანუ შეინახეო, საგულდაგულოდ ეს აიდუმლო. ეს კაცი წავიდა და ტავერნაში თავის მეგობარ რაინდებთან ერთად ეთყობა რამდენიმე ლიტრი ლუდი რომ მოიხმარა ღვინო, უფრო ალბათ ლუდი, რადგან გერმანია იყო, გაეხსნა და უთხრა თქვენო იცითო მეო რა ვიციო, მეო აგერო ამ ჯადოქარმა ქალმა ესა და ეს ამბავი მასწავლაო. ბრძოლაში დაიღუპა ეს კაცი, არ უშველა მაგიამ და მერე იმ რაინდებმა ეს ქალი დაასმინეს და ეს ქალი უკვე ამ ქალაქის მაგისტრანტმა სიკვდილით დასაჯა. ანუ ესეთი რაღაცა ყოფითი მჩქიბაობა არის პირველი კატეგორია. რომ მაგალითად იმპოტენციის დამარცხება, შეყვარებულის დაბრუნება არის მაგალითად ეგ დღესაც პოპულარული. ალბათ. და აი ესეთი ყოფითი ტიპის ისინი დეტალები. ან ყოფილის გამწარება მაგალითად. სავარაუდო. აი ყოფილის გამწარება იყო ის, რაც იმ ქალმა გააკეთა. ქმარმა მიატოვა და ესენი გომბეშოვებს აწვალებდა, რომ იმ ქმრისთვის რაღაც დაეშავებინათ. მსგავსი ელემენტები. მეორე კატეგორია არის უკვე უფრო დემონური გამოიძახება. ეს არის უკვე დემონთან კავშირი. აი ის რაც იმ შაფრონის მოპარვის გამო იმ ქალმა გააკეთა. ანუ რა უნდა ქნა, რომ დემონი გამოიძახო, რა ცოდნა გჭირდება და წერა-კითხვა უნდა იცოდე ვეჭველი რა. და ლათინური. დაბალი სოციალური ფენის წარმოადგენელი დემონს ვერ მოიძახებს, ანუ რაღაც ნეკრომანტიული. ეს უფრო მაღალი ფენის, ხოდა შორის აქ მოტივი ნახე, აქაც მოტივი არის საყოფა ცხოვრება. აქაც მოტივი არის დემონს იძახებენ, იმიტომ რომ რაღაც უნარი უნდა შეიძინონ ისეთი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს არ. ერთი შემთხვევა 1465 წლით თარიღდება, ინკვიზიტორი გენერალი წერს, სხვა შორის სასულიერო ინვოკატიო ქვია ამ მოვლენას. სასულიერო პირს წერს, რომ შენო მეო ვიცე, რომ დემონი გამოიძახეო რა და ოღონდ რისთვის გამოიძახა ამ კაცმა დემონი, აღიარებაც არის ამ კაცის. თავის საეპისკოპოსოში ვიღაცა მოკლის. და ვერავინ ვერ გამოიძახა, ვერ დაადგინეს ვინ იყო ეს მკვლელი რა. და მგდელი ადგა, ჩაატარა გარკვეული რიტუალები, წიგნიერი რიტუალები ესე წერია, დემონი გამოიძახა და იმ დემონმა უთხრა ვინ იყო მკვლელი. მერე ის დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს ის მკვლელი რა და ეს წერს რომ კი კარგია რომ ეს მკვლელი იპოვეთო, მაგრამ შენ ეგო არ უნდა გექნაო, მაგრამ ამ შემთხვევაში გაპატიებთო რა. რახან ეთყობა სასულიერო პირი იყო, აპატიეს თორე. ეს არის მეორე კატეგორია, უკვე დემონთან კავშირი. და მესამე კატეგორია არის ყველაზე მძიმე, რომელიც უკვე რაღაცა ქრისტიანობასთან ინვერსიაში მოდის დაპირისპირებაში, ეს არის უკვე ეშმაკთან გარიგება. ხო. და აი ეგრეთ წოდებული კუდიანთა შაბაშთასაც ეძახიან, კუდიანების შეკრება, სადაც ყველაფერი ადამიანურზე უარის თქმა ხდება
და შესაბამისად ეს სამი კატეგორია როგორ მიდის? აი პირველი, მეორე, მესამე ეტაპები რო ჩამოთვალოთ ემომ, პირველ ეტაპზე ეს არის რაღაცა პოლიტიკური ანგარიშწორების საშუალება და არის ბრალდება, რომელიც არის მძიმე ბრალდება და მაგ ბრალდებას რომ მოგიყენებ შენ, შენი რეპუტაციაც განწირულია და შენს განწირული ხარ. მეორე ეტაპზე არის მეზობელი დაასმინა რომ რაღაცა ცხენი მომიკლა, შელოცვი და რაღაც მსგავსი, მარტივი მშკიბაობა. მეორე არის უკვე ელიტაში გავრცელებული ეს დემონის გამოძახება, ინვოკაციო რაღაც ზებუნებრივი ძალებით სარგებლობის ნიშნით და უკვე ყველაზე ბოლო. როდესაც აი ეს ყველაფერი, ეს მაგია და რაღაც კულტურული საზოგადოების სიღრმეშიც აღწევს, სწავლულები ამაზე წიგნებს ქმნიან, Malleus Maleficarum, ანუ აქაშთა ჩაკუჭი ყველაზე ცნობილი ტრაქტატია და უკვე აქ ჩნდება ყველაზე საშიში ელემენტი, აი ეს ეშმაკთან გარიგებული კუდიანების გერმანიაში აშკარად ჩანს რომ საკმაოდ პოპულარული თემა იყო, იმიტომ ეს გერმანიის დაწერილია, ხო? ჰაინრიხ კრამერის ეს. Malleus Maleficarum. იოჰანეს მილერის არის ფორტარიუსი მაგალითად, ჭიანჭველების ბუდერას. არა მხოლოდ არა. საფრანგეთი, და იტალია. შოტლანდიის მეფეს აქვს დაწერილი ბოლო მაგაზე წიგნი, ხო? ყველგან პოპულარული. შოტლანდიის მეფეს რა, ეგ ინგლისის მეფე გახდა მე, ჯეიმს სტიუარტი. თან ახლა ვთქვათ, ეს არის მე-16 საუკუნის ბოლო და რა ქვია, მე-17 საუკუნის დასაწყისი. აი ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეს ძირითადი ამბები, რაც ვიცით, აი ამ ჯადოქრობაზე და კუდიანებზე და შემდეგ უკავშირდება არა კლასიკურ შუა საუკუნეებს, აი მაღალ შუა საუკუნეებს, არამედ უკავშირდება უკვე აი ადრეულ ახალ პერიოდს, მოკლედ რომ ვთქვათ. და სხვადასხვა არა მარტო ესენი, ის ცნობილი შავიჭირის ნიღბები და ის ექიმები და ისინიც რაც ყველაფერს ეს ამ მითოლოგიაში ერთიანდება, სადაც ეს კუდიანებიც არის, შავიჭირიც არის, მაქციებიც არის, აი ყველაფერი აბსოლუტურად, აი ეს ყველაფერი არის აი გვიანდელი პერიოდისა და არა შუა საუკუნეების. საზოგადოებას კარგად რო დავანახოთ, ანუ ქრონოლოგიურად ერთმანეთის პარალელურად ხდება კუდიანების წყლით გამოცდა და იმ პერიოდში თომას ჰობსი და იზააკ ნიუტონიც მაგ დროს, ანუ ერთმანეთის პარალელურად ხდება ეს ორი მოვლენა ევროპაში. ანუ ეს არ არის კლასიკური შუა საუკუნეები. ერთხელ ჩავერთვები რა, თვითონ იზააკ ნიუტონიც ცდილობდა ალქიმიით ოქროგვეპოვებინ, ანუ მაგიას არც ის არ უარყოფდა. ები ნიუტონის კრამი, იზის შემოქმედია და თან მაგიკოსი იყო. უფრო მეტი წიგნი ალქიმიაში, ვიდრე ფიზიკაში რეალურად. ო, ნახე, აქ კიდე ერთხელ ვამბობთ, მაგია არის ფართოცნება, ჩვენ ამ შემთხვევაში ბოროტ მაგიაზე. ალქიმია კიდე ცალკე მეცნიერება, ცალკე ხედვა. ისინი არ დარბოდნენ და ჩუბავები არ იყვნენ. ხო, ალქიმიის მიმართ როგორ დამოკიდებულება ჰქონდა ეკლესიას მაგალითად. ეგ ალქიმია უნივერსიტეტებში შეისწავლებოდა. ხო, მაგის გამო პოცონზე არ წავდნენ. უფრო მეცნიერული რაღაცა. ნუ მეცნიერი რო იყავი ზღვარი უნდა დაგიცვა რა. რაღაც რომელ საერო ხელისუფლებას არ ენდოებოდა რომ ტიპ შეექმნა რაღაცა ნივთიერება, რომელიც ოქროდ გადააქცევა ნებისმიერ ამას, ხო? ანუ მაგის გამო ხوار დაჟიდა რა ხან იმას იძიებდა. მე ნიკოლა ფლამელზე არ იყიდევოც ეგეთი გადმოცემები რომ შექმნა მართლა ესეთი რაღაცა და იცოცხლა რაღაცა ძალიან დიდი ხანი და მე წაკითხული მაქვს რომ სხვადასხვა პერიოდებში ვიღაცებს რო უნახავთ ნიკოლა. კიდე ერთი ტიპი არის შენ-ჟერმენი. ძალიან დიდი ხანი რო ცხოვრობდა, ათასწლეულები რო იცხოვრობდა შენ-ჟერმენი. მე შექმნა ეტყობა. თან ეს იცი რა არის, საინტერესო ეს არის ფილოსოფიური ქვა, თან მუდმივ სიცოცხლეს განიჭებს, ფაქტო ელიქსირი რაც არის, რომელსაც იღებ და სულ ცხოვრობ და თან ოქროდ გარდაქმნის ყველაფერს და რაღაცა უნივერსალური რაღაცაა. ხო და ამ შენ-ჟერმენი საინტერესო არის, იცით რომ შაჰაბასის კარზე არის ნამყოფი. ეს კაცი რაც არ არის. შაჰაბასის კანდიდატ უნდა ეხმარა რა. საერთოდ არ არის სასაცილო თუ მაგალითად ამას შუა საუკუნეების ადამიანის სოფედოლობით შევიდაო. ეხლა ჩვენ 21 საუკუნიდან გვეცინება თორე შუა საუკუნეების სოფედოლობით ეს სასაცილო არ არის. ნამდვილად, იმიტომ რომ იქ იგივე ხა ცაში რომ დრაკონი დაინახო, რომელიც მოფრინავს, არ გაიგვირდება, იმიტომ რომ იმ სამყაროში ეს არის ყველაფერზე დრაკონი. მაგრამ მე ხარ ახან ევროპაში შევხვდ, ჩემს ბიზანტიასაც უნდა შევხვდ აუცილებლად. ბიზანტია საქართველოსაც ასევე. საქართველოზე მე ბევრი საქართველოს ბევრია და ბიზანტიაზე რო ვთქვათ, მოკლედ რა ხდებოდა ბიზანტიაში. ანუ ერთი შეხედვით ყველაზე თეოკრატიული სახელმწიფო სალემზეც ასევე სალემზეც. ხო, თეოკრატიული სახელმწიფო არის. ყველაზე მეტად მანდ უნდა ჯიდნენ რეალურად ჯადოქრებს ერთი შეხედვით, მაგრამ არ არსებობს ინკვიზიციური სასამართლო ბიზანტიაში და ამ ყველაფერს რაღაცა ჩხიბაურობას და ამ შემდეგ ეს სასულიერო პირების და ეხლა ხელისუფლების უყურებენ დამცინავად რა, რაღაცა ცრურწმენად, რომელიც უბრალოდ საზოგადოებაში არსებობს. მიუხედავად ამისა, მაინც ჯიდნენ ხოლმე, ოღონდ კოცონზე რა შემთხვევაში წავდნენ თუ აღმოუჩენდნენ სამხილებს უშუალოდ, სამხილებს თუ აღმოუჩენდნენ დამადასტურებელ სამხილებს, რომ აი მაგალითად შენ რაღაცა შელოცვებით ამზადებდი საწამლოს, რომ მოგეკლა იმპერატორი, ან რომელიმე მაღალი სასულიერო პირი რა, ეპისკოპოსი ან ვიღაცა. აქ შემთხვევაში კოცონზე დაგწავდნენ, ეხლა ბუნებრივი არის.
იმიტომ რომ კოცონზე რა შემთხვევაში დავდნენ რომი როა ვიყოთ მაგალითად რომის იმპერია, რომ სახელმწიფო ღალატ ჩადიოდი, ხო? მერე ბიზანტიაში ხო გრძელდება რეალურად ეგ რომაული სამართალი მაგალითად იუსტინიანის კოდექსები რა ვიყოთ, იქაც გაწერილია ეგ, რომ სახელმწიფო ღალატის შემთხვევაში კოცონზე იწვევი რა და მერე ეს კოცონზე დაწვის მომენტი გადაიღეს ევროპელებმა ბიზანტიიდან რეალურად. რა პრინციპით ოღონდ ეხლა აგერ ბექამას თქვა რომ სისხლს ვერ დაღვრი იმ ადამიანისას, ამიტომ კათოლიკური ეკლესია პირდაპირ კოცონზე წოვდა მარტივი გამოსავალი. ანუ ცეცხლი გამწმინდ ძალად მიაჩნიათ. უბრალოდ ეხა ერთიც უნდა ვთქვა თემო, რომ ბიზანტიანოს სხვა სპეციფიკის მატარებელი სახელმწიფოა, მაგრამ აი როდესაც სოფლიოში ეს ისტერია დაიწყო, ბიზანტია უკვე მაგდროს აღარ არსებობს. ნუ ეგეც არა, კი. მაგრამ უკვე იოანე დამასკელის და იოანე ოქროპირის ასე ვთქვათ თეოლოგიური განმარტებით ეშმაკმა ეს მაგიური ძალა დაკარგა მას მერე რაც ქრისტე აღსდგა რა. და ამიტომ იმას არ შეუძლია რაც ფიზიკური გავლენა მოახდინოს და ასე შემდეგ. ნუ მორალური ზიანის მიყენება შეუძლია, მაგრამ ფიზიკურად ვერ იმოქმედებს რა. ამიტომ ის შელოცები როგორც ავე მოსავლის მოყვანას ემსახურებოდა, გაწმენებას ემსახურებოდა, ბიზანტიელების უბრალოდ სურწმენა იყო და რავი, კერძო მამაო თუ დაჯიდა ხოლმე რაც ერთი კვირა განკვეთდა ეკლესიიდან და ასე შემდეგ რა. ხო, თანაც ჩვენ რაც გვაქვს, აი ხა აქ ისე უნდა მივიდეთ წყაროებთან. ხო. წყაროები ძირითადად გვაქვს ელიტარული შემთხვევების. და არა ყოფითი დეტალები. ეხლა რაღაცა ისაურის თემში თემი როგორ წყვეტდა იქ იმას მაგას ვერ გავიგე. ეს ბიზანტიაში იმედად მაინც აქვს გავლენა აი ამ კუდიანებისა და ჯადოქრების ასეთ აქტიურ ემაზე, რა ქვია, ევროპაში დევნაზე, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლის დაცემა ერთ-ერთი ასევე იყო ესეთი მოვლენა, რომელიც იყო რაღაცა მეორედ მოსვლის მომასწავლებელი, რაღაცა მყაროს დასასრულის ამ ჭხიბაობების და წინასწარმეტყველებებისა და რაღაცეების და ეს ყველაფერი ბუნებრივი იმას ახალისებდა მე რომ ჯადოქრებდით და ისინი ედევნათ და რაღაცაში ეძებნათ ამ მიზეზი რომ აი რატო ხდება ეს ყველაფერი, რატო ექცევა ყველაფერი რაღაცა ეშმაკის ქვეშ და ასე შემდეგ. ხო და ეს ბოლო პერიოდი რა, რაც მოიცავს შაბაშს და მეშმაკის სამი თაყვანისმებას, ეგაა მთავარი მომენტი რა, ანუ მაგ შემთხვევაში ყალიბ უკვე თეოლოგია და ეს სრულწმენები ერთმანეთს ერწყმის რა, მალეუს მალეფიკარუმ როა ვიყოთ მაგალითად, ახლა წინს რო ჩავხედოთ, წავიდოთ, თავიდან ერთმანეთს ერწყმის ბოდიში თემო მაინც კარგად ვთქვათ, რომ ამ სრულწმენებიდან თეოლოგიამ ისეთი საკითხები აიღო, რაც კარგად ჯდებოდა თეოლოგიის ნარატივში. და ანუ ფორმა მისცა ამას. ხო, ანუ თეოლოგიამ ჩასვა ის შარჩოში. შაბაშის დღესასწაულები რა ვიყოთ, მალეუს მალეფიკარუმ რა ვიყოთ, მაგალითად იქ თავიდან ბოლომდე გაწერილია, რა ხდება შაბაშის დღესასწაულზე რა. კუდიანები მიფრინავენ ან ცხოველებით, ან ცოცხით. ნუ ცოცხი, იმიტომ რომ ქალთან ასოცირდება და ძირითადად რო დავუკვირდეთ, ქალთან ასოცირდება ყოველთვის კუდიანი რა. არა რეალურად კოცონზე უფრო მეტი კაცი დაწვეს, ვიდრე ქალი. მაგის მიუხედავად მაინც ქალთან ასოცირდება და ყოველთვის არა, უმრავლეს შემთხვევაში. ყოველთვის არა, 100%-ით არა. საიდან რატო? ანუ მანდა მაინც ქალი რატო რა? რეალურად ეგ მოდის ბიბლიიდან, როცა ევამ ადამიანს ცდუნა და მაგის მერე ეს სიმბოლური ქალი მაცდუნებელი, მაცდური ბოროტთან ასოცირდება ყოველთვის მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. დემონურ წიგნებს რო ჩავხედოთ, დემონის როლში ძირითადად ქალები არიან რა, რაც ქალი, კუდია ქიშმაგის გახბული და ასე შემდეგ რა. მიდიან, მიფრინავენ თებზე ბექა წინა ეპიზოდში ლაპარაკობთ თები როგორი მისტიური არის და რა საკრალური მნიშვნელობა აქვს. თებში მიფრინავენ, სადაც მიუწვდომელი არის ყველა ადამიანისთვის, ანუ ყველა ვერავა ხო იქ თაში უნებრივია. ერთადერთი საშუალება რომ იმ თაზე ახვიდი არის ფრენა რა. ცოცხით ფრენა, ან ცხოველით ფრენა, ან ხალხი გადაიქცე რა და ამ შაბაშებში აღწერა რომ ყველა ცხოველი არის მთელი დედამიწიდან შეკრებილი შაბაშის დღესასწაულზე რომ ეშმაკს მიაგოს თავანი. აი ერთი ცხოველის გარდა რა. კახეთშია პოპულარული ძა. გაგინებენ მაგის გამო. სახედარ რა ქრისტე რო შევიდა იმის გამო. მაგი ყველა ცხოველი ასე ვთქვათ, არის ვირის გარდა რა. ხო და ეს როგორი დეტალური აღწერებია თან, ისე რომ გეგონება ეს წერალი იქ იყო და უყურებდა ამ ყველაფერს. რა რიტუალებს აკეთებენ, როგორ კლავენ ბავშვებს, ანუ ამ შაბაშის დღესასწაულზე ყველაფერი ხდება გაუკუღმართებული აბსოლუტურად, ანუ შებრუნებული ვარიანტი. მაგალითად, კუდიანი მიდის და მას უკუღმა აცვია ფეხსაცმელები. ჭიპი აქვს ზურგზე და სხვადასხვა ამბები ხდება, ანუ ყველაფერი რაც ნორმალურია, იმის შებრუნებული ვარიანტი ხდება შაბაში. აბსოლუტური ინვერსია. იმიტომ აი ნახე, ქრისტიანული ღვთისმსახურება ადამიანობასთან ასოცირებულია სიკეთესთან და ამის სარკისებური ვერსიაა ზუსტად ის, რასაც აღწერენ კუდიანების შაბაშზე, რაც ხდება. აი მაგალითად ესპანური ჩანაწერია მე-16 საუკუნის, რომ ერთ-ერთი გოგონა დაიჭირეს, რომელმაც თქვა, რომ მე კუდიანების შაბაშზე ვიყავიო, ახლახან გავხდიო კუდიანიო, ახალი კუდიანი ვარო და აღწერა რა, რომ ეს თა რა ხდება, ეს კუდიანები, ანუ რა კატეგორია ადამიანების. ესენი არიან ჩვეულებრივი ქალები,
რომლებიც წელიწადის უმრავლეს ნაწილში არიან ჩვეულებრივი დიასახლისები, ყავთ შეიძლება მეუღლეები, ყავთ შვილები, უბრალოდ ის კონკრეტული მომენტი, ის ვალპურგის ღამეს უწოდებენ, ის როდესაც დგება, იმ მომენტში ის მიფრინავს თავის კატასთან, გელთან თუ ცოცხლთან ერთად, მაგალითად აი ქართულ ვერსიებშიც არის ცოცხი და არის საწნახელი. ქართულ ვერსიებში და ძალიან ბევრი მსგავსება ისეთი, ხა მე უნდა ერთმანეთის გვერდით უნდა ჩამოთვალოთ. აი კუდიანის ქმედება როგორია ქართულ გადმოცემებში და როგორი ევროპულში და რავი ძალიან ერთმანეთის მსგავსია და ნუ მე ერთად ავხსნათ რა არის ეს. და თან აი ესპანეთში როგორი ადგილი იყო. ნუ ყველაფერს ვერ მოყვებით. აი ამაზრზენი რაღაცები წერია შიგნით, მაგრამ როგორი რაღაცაა რომ ეს კუდიანი ქალები შეიგრიბნენ და შემოვიდა შავი თხა, რომელსაც ჰქონდა ბოხი ხმა და მიესალმა ამ ქალებს, ამ ქალებმა დაიწყეს ცეკვა ამ თხასთან ერთად და ნუ რაღაც საშინელებები აღწერილი. ოღონდ ამ გოგომ რა გააკეთა? როდესაც კუდიანის დაჭერა ხდება და მას გამოტეხენ რომ ის კუდიანია, იმას თავის გადასარჩენად აქვს ერთი ის რა ქვია, კოზირი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს. ის ამბობს რომ მე მოვინანიე და მე ამიერიდან უკვე შემიძლია თქვენ დაგიხსახელოთ სხვა კუდიანები. ეგეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი. აი ესპანეთშიც, გერმანიაშიც, ჰოლანდიაშიც ეს დაჭერილი კუდიანები მერე დადიან და სავარაუდოდ ვისაც ნაცაბრალები გულს. ხო, იმ ქალებს ავრალებენ რომ ესენი არიან კუდიანებიო და როგორ? ორი ვარიანტია. ერთი მარჯვენა თვალში უყურებენო და შეიძლება ნუ სხვადასხვა ფერის თვალებზე არის რამდენიმე ცნობაში ხაზგასმა და მესამე არის რომ ეშმაკის დაღი აქვთ დასმული მათ. და ამ განმასხვავებელი ნიშნით ხდებოდა ახალი კუდიანების ამოცნობა. ოღონდ ამ კუდიანებს ვინც იმათ უკვე ანუ ესე ვთქვათ ასმენდა სხვა ქალებს ალბათ ნუ ძველი წყენის გამო რა ვიცი აბა სხვა რის გამო. ხო, მაგრამ მე ის ხაზაც ხო შეიძლება ითქვა რომ მე კიდე სხვა და ეგ საწავიდოდა ეს ფუნქცია აგზელდება. ბოლოს ვიღაცა ვეღარ იპოვიდა ვეღარავის სავარაუდოდ და იმას დაწავდნენ მერე კოცონზე. ესე რა ხდება. ეხა ხო ეგ მსგავსებებზე მოდი აი ქართული და ისა რა ქვია. აი ქართულშიც გადმოცემები უფრო მეტად გვაქვს რა ეთნოლოგიური ჩანაწერებიდან. ამიტომ ეხლა ქართული წყაროებით ჩვენ არ ვიცით ეს კუდიანებიდან რა პერიოდის ისტორიული სუგო ქრონიკები ისტორიული. ხო, იქ აწერია. კუდიანებზე ნადირობას ვინც აწერდა ხო დავისაუბრეთ. თან ნადირობას როგორი მომენტია, იცი, თუ კი ევროპაში ამას კონკრეტული ინსტიტუცია აწარმოებდა და აქ სასამართლოები იმართებოდა, საქართველოში ეს ყველაფერი თემის ფარგლებში ჩნდება. იქ თვითონ სოფელი ასამართლებს კუდიანობაში ბრალდებულ პირს. და ჩვენთან არის შემთხვევები, მაგალითად აჭარის შემთხვევა, სოფელი ტაკიძეების ამბავი აღწერილი, სხვადასხვა იმის ზურაბ კიკნაძის მეორე ტომში ქართული მითოლოგიის, სადაც აი კუდიანებზე ერთი თავია დათმობილი, იქ არის აღწერილი ეს მოვლენა. საინტერესო ამბავია, რომ მეზობელმა დააბრალა, რომ კუდიანი იყო ეს გოგონა. და რას აკეთებდა ეს? მეზობლის ძროხას წველიდა. და მეზობელი ჩაუსაფრდა. ოღონდ როგორ ჩაუსაფრდა ეხა? ეს კუდიანები რო იკრიბებიან, ჩვეულებრივი ადამიანი მათთან ვერ მოხდება. ანუ იმ ადამიანმაც, ვისაც კუდიანებზე ზედამხედველობა აქვს გადაწყვეტილი, რომ აი კუდიანებს დავაკვირდები, აბა რას ლაპარაკობენ, რას აკეთებენ, იმასაც რაღაცა მაგიური ლოცვა უნდა წარმოთქვას, რომ დაცული თითის ტარიმი აქვს. ხო, რაღაც თითის წარი, რაღაცა იმაში აბგაში გამოკრული მაკრატელი, ნემსები და რაღაცა ესეთი რაღაცები წერია. და ბოსელში ჩაუსაფრდა ეს მეზობელი ამ გოგოს, ეს გოგო შემოვიდა, მერე მეზობელმა თქვა რომ მეო რო წავასწარიო, ჯერო გველად გადაიქცაო, რომ გამქცეოდაო, მერე ცეცხლად გადაიქცაო და ბოლოს მაინც დავიჭირეო. და გაასამართლეს ეს გოგო და ნუ ამ გოგომ აღიარა რომ კიო კუდიანი ვარო. შემთხვევა არის მაგალითად გურიაში. მე შედეგად რა შედეგი დადგა? არ წერია სხვა შორის ეგ რა. დამთავრებულია. კუდიანი ვარო თქვა რომპაპიო, როკაპი, ეგეთი ქართულ რეალობაში არის კუდიანებს ყავს თავისი მეთაური. ეს არის როკაპი, რომელიც დახატულია როგორია ეს როკაპი. აჭარის, გურიის და სამეგრელოს, ასევე ხევსურეთის და ნუ აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს გადმოცემებში ეს როკაპი სხვადასხვა ადგილებშია. აი მაგალითად მეგრულ გადმოცემებში როკაპი არის ტაბაკონას მთაზე. და ზუსტად აი ეს კუდიანების ღამე, ვალპურგის ღამის ქართული ვარიანტი რაც არის, აი კუდიანთ წუხრას უწოდებენ ხევსურეთში. ანუ კუდიანების მწუხრი, კუდიანების ღამე. ეს კუდიანები მაშინ მიფრინავენ ამ როკაპთან მიდიან და მიაქვთ ამბები ხელსარიელი არ უნდა მივიდეს არავინ. ეს როკაპი არის ძალიან მოხუცი ქალი, რომელიც არის ჩამოფხავებული, ნაოჭიანი, გზელი ფშხილები, ძალიან საშიში არსებაა დახატული რეალურად ამ როკაპის სახით. და თვითონ ეს ტაბაკონას მთაც, როგორც უდაბური ადგილისია წარმოდგენილი, რომ მის ფერდობზე არ ხარობს არაფერი, არც ხმათესვა მიმდინარეობს, არც ცხოველი და არც მონადირე იქაურობას არ ეკარება და ასე შემდეგ. ეხლა მსგავსებები ერთი
ქართულ რეალობაშიც იგივე რაღაცას აშავებენ კუდიანები, რასაც ევროპაში. ქართულ რეალობაში წამლავენ წყალს, იწვევენ შტორმს, ცუდამინს, გვალვას და ანადგურებენ მოსავალს და კლავენ საქონელს. ქართულ რეალობაშიც ეს არის, ქართულ გადმოცემებშიც კუდიანების საქმე და ევროპულშიც. მეორე, ქართულშიც და ევროპულშიც კუდიანებს ერთი და იგივე ატრიბუტები აქვთ. პირველ რიგში ეს არის ცოცხი. ქართულ გადმოცემებშიც და იმაშიც რა ქვია, ევროპულშიც კუდიანის თამხლები ორი მთავარი ცხოველი არის მგელი და კატა. ყველაზე მეტად კატა. ჩოხატაურის რომელიღაც სოფლის ჩანაწერია, სადაც არის ახსნილი, რომ ერთ-ერთი გოგონა დაიჭირეს სოფელში, იმიტომ რომ სხვენში ისრო და ქვევს ღამით და დაიჭირეს. და საინტერესოდ გამოკითხეს, ჩამოკიდეს ხეზე და ქვემოთ დაუნთეს ცეცხლი, ოღონდ ისე არა რომ ალი შეხებოდა, ისე რომ კვამ შეეწუხებინა. და ამ გოგომ აღიარა, რომ კიო, მე კუდიანი ვარო და მეზობელი ქალი დაასახელა, რომელმაც იგი გააკუდიანა, ესე ვთქვათ. და ის ქალიც რო დაიჭირეს, იმ ქალმა თქვა, რომ მე კატად გადავიქცევი ხოლმეო და ისეო ყველა სახში შევდივარო. ოღონდ აქ მომენტია, რომ ბავშვებზე არის სწორება, ანუ ეს კუდიანები ევროპაშიც როდესაც კატებად გადაიქცევიან, ისეთ სახლებში შედიან, სადაც ბავშვები არიან. და ბავშვის თმა ან ბავშვის ტანსაცმელი მიაქვთ იმ თავის მეთაურთან, რუკაპი იქნება თუ სხვა, რომ აი გათვალოს და რაღაცა ცუდი გაუკეთოს იმ კონკრეტულ ოჯახს თუ იმ ბავშვს. ისიც კატა ხო უარყოფითი დატვირთვა აქვს საერთოდ იმაში. ხო, ანუ გაგებაც კატა რაღაცა საშიშ ცხოველად არის აღქმული. ხაშევის კატა არის ერთ-ერთი ცხოველი, რომელიც ბიბლიაში არ არის ნახსენები საერთოდ არსად. ფერსურულ გადმოცემაში, რაც ზურაგ ეკნაძეს აქვს მოტანილი, კუდიანთა წუხრის წინა ღამეს ეს კუდიანები კატებად გადაიქცევიან და სოფელში ასე ჩუმად და მშვიდად მოძრაობენ და შედიან სახლებში. ზუსტად ანალოგიური ჩანაწერი არის 1422 წლის რომში, რომ ვალპურგის ღამის წინ კუდიანები გამოდიან სახლიდან როგორც კატები და მოძრაობენ და მთელს აი ამ ქალაქში, ანუ კონკრეტული ადამიანების სახლებში შედიან. თან საინტერესოა, რომ ვალპურგის დღეს რა ხდება, ხო? ხალხი ანთებს კოცონს და ზედ ხდებიან, ანუ ვალპურგის ღამე, აი მსგავსება, რომ ვალპურგის ღამეს დიდი კოცონები ინთება და ეს კუდიანთა წუხრის დღე იცის საზოგადოებამ როდის არის. ანუ ეს ღამე არ არის ინკოგნიტო და მოძრავი, ანუ იციან როდის არის და არსებობს ამისგან თავდაცვის მექანიზმებიც. ეს თავდაცვის მექანიზმები რა არის? შეიძლება ხარ ჩვენ ძალიან ბევრ მსმენელს ეცნობს რაღაცები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი იყო შემორჩენილი, მეც მახსოვს გურიაში, ჩემს ბავშვობაში ჭიაკუკონობის ღამეს, მაგალითად აი ფანჯარაზე გაკეთებული სანთლი, ანუ თაფლის სანთლისგან გაკეთებული ჯვრები, კარებზე, ფანჯრებზე, უნდა ამოილუქოს, დაილუქოს ყველა ტიპის შესაძრომი, რაღაც აი ღია ფანჯარა ან ამ მსგავსი ღია ტიპის რაღაც არ უნდა იყოს სახლის შესასვლელი და უნდა დაინთოს დიდი კოცონები და სახლის ირგვლივ უნდა შემოატარონ ჩირაღდნები. ესე კუდიანები უნდა განდევნონ. ასე იქცევიან ვალპურგის ღამის შემთხვევაში გერმანიაში, ესეა ჩაწერილი და ასე იქცეოდნენ ჭიაკუკონობის დროს საქართველოშიც, განსაკუთრებით ახლა მე გურიაზე თავს დავდებ, რომ ესე ხდებოდა. და დემონის გამოძახების შემთხვევები თუ გვაქვს, დემონის გამოძახების არა, მაგრამ ძალიან სპეციფიკური ადგილები არის, სადაც აი მთელმა სოფელმა იცის, რომ მაგალითად აქ ცხოვრობენ ჭინკები რა, აი ჩოხატაურში არის ეგეთი, ანუ ჩემთან სოფელში არის ადგილი, რომელსაც უძახიან ჭინკას ქვას. ანუ არ დიდი ქვა არის, შინ გამოქვაბულია და გამოცემის ნახმად იქ ცხოვრობენ ჭინკები და ყველას ეგრე შეჭერა. მე ვარ დევების ქვაც არსებობს. დევების ქვაც არსებობს. ხო, აი ხა ნახე, ჩვენ ჭინკა ვახსენე და დევი და უნდა ვთქვათ, რომ ქართული მითოლოგიაც იცნობდა სამ კატეგორიას ამ ბოროტი რაღაცები, ბოროტი არსებებს. პირველი ესენი არიან დევები. დევები ქართულ რეალობაში ზოროასტრიზმისგან დატოვებული წმენაა, უდაოდ თან რაც აი თემო მახსენა ეს ქრისტიანობაშიც ასე უყურებდნენ, რომ ეს ჯადოქრები და კუდიანები ყველაფერი ადამიანურის და ქრისტიანურის შებრუნებული ვერსია. დევი არის ადამიანის აბსოლუტური ანტიპოდი. დევს აქვს შეტრიალებული ტერფები, იგივე აი დევების ქორწილი ეგეთი მითოლოგიური გადმოცემაა, სადაც აი ადამიანი რომ მოხდება, იქ ყველაფერი გაუმართებულს ხედავს, ანუ ჭამენ ისეთ რაღაცას, რაც ადამიანისთვის მიუღებელია, აკეთებენ ისეთ რაღაცას, რაც ადამიანისთვის მიუღებელია და ეს დევი არის ადამიანურობის აბსოლუტური ანტიპოდი. დევები არის პირველი ვერსია. მეორე ვერსია არიან ეს ბოროტი არსებები. ოღონდ ეს ბოროტი არსებები არის ბევრი ქართულ მითოლოგიაში. ოღონდ ამის ახსნა არის ტიპიური ქრისტიანული. ანუ მიაჩნიათ რომ ამაღლების დროს, როდესაც ქრისტე წავიდა სიცაში, ანგელოზები თან წაიყვანა და ისინი აქ დარჩნენ. და ყველაზე აქტიური პერიოდი ხევსურეთში ესე მიაჩნდათ. რომ ყველაზე აქტიური პერიოდი, როცა აი ესენი ყველაზე მეტად აქტიურობენ, არის ამაღლებიდან 10 დღის განმავლობაში.
ამაღლების დღესასწაულიდან 10 დღის განმავლობაში და დასახელებულია ძალიან ბევრი სახელი. აი ჩვენთვის ცნობილი იგივე პოპულარული ჭინკა, ალი არის ასევე მოძახილ რაღაცას ეძახიან. ანუ ღამერო ადამიანების სახლთან მიდის და ეძახის სხვადასხვა ხმით და არ უნდა გამოიძახო. არის სკილვოლკერი არის ეხა ტრენდი რაღაცა ეგეთი რა. არის ესეთი იგივე ქართული მითოლოგიის წიგნებში კარგად არის ახსნილი, რომ დობილნს ეძახიან, ანუ როგორ რაღაცა იცი, ადამიანს სხვადასხვა რაღაცას უშავებენ ეს სხვადასხვა არსებები. აი მაგალითად ჭინკა ადამიანის დიზორიენტაციას იწვევს. აი ტყეში წასულ მონადირეს დაუძახებს და გზას აურევს, ან დაუძახებს და უფრო მეტად შენზე ან არავინდენად ფიზიკურ ზიანს გაყენებს, რამდენადაც შენ მორალურ ზიანს. ხაჯი რაღაც წყალთანაცას უწირდება ხოლმე საერთაშორისო. ჭინკაც, იმიტომ რომ ჭინკაც მდინარის პირას არის გადმოცემებში ყველაზე ხშირად. ალიც მათ შორის, ალიც ტყის ბინადარის ესეთი არსებაა. და ეხლა ის დობილნი რატო ახსენე, რომ ეგ გადმოცემა ეხლა რო აუწერ რას უკავშირებენ, ბევრი ვიღაცას ეცნობა. ოღონდ ეხლა მაგალითად გურიაში მაგას სხვა სახელს ეძახდნენ. აღწერილია, რომ მზის ჩასვლის მომენტში, ან მზის ამოსვლის მომენტში მაღალ ცვარიან ბალახში ბავშვებს არ უშვებდნენო, ან მდინარის პირასო, ან გამოქვაბულთანო, იმიტომ რომ მოსვენებას დაგიკარგავს, ან ავად გაგხდიან ეგენიოდა. აი ხა გურიაში მაგალითად მაგას ეძახდნენ, უჟმური აყვებაო, ბებია ჩემი მეძახდა ხოლმე, იმაში არ შეხვიდეო, მაღალ ბალახში, აი რაღაც მსგავსი სასაფლაოსთან თუ ჩაივli ღამე მაგ შემთხვევაშიც. ხო, აი ეს უჟმური როგორ მოხდა? ეს არის რო არის ძილს გიტეხა ძირითადად რა, ძილი გიტეხა. აი მდინარის პირას ღამით პატარა ბავშვი არ უნდა იყოს, აი გურიაში მაგალითად მე მომისმენია ეგეთი ის რომ უჟმური აყვება მერე და ღამე აღარ დაიძინებს და იტირებს და იჭირვეულებს და მსგავსი რაღაც, ან ავად გახდები რაღაც. ანუ ადამიანზეც რა მომხო. ანუ გურიაში სამეზობლოში არსებობს ვიღაც ქალი ან კაცი, ვინც შელოცვები იცის რა, მაგალითად მიხვალ რამდენი ყოფილა ხება რომ თითქმის ყველა სოფელში არის ყველგან არის რა რაღაცას მკურნალობენ რაღაცა წყალშევი შეშინებული რაღაცა დუეშინია ფობიის წინააღმდეგაც არის ეხლა ნახე რა ვსვებით რომ ეხლა ბაბუაჩემი მაგალითად იყო მასწავლებელი იყო კომუნისტურ პერიოდში დაბადებული და გაზრდილი და იყო ფიზიკოსი მსგავსი რაღაცების არ ჯეროდა მაგრამ აი ჭიაკოკონობის ის ტრადიცია იმდენად მყარი იყო რომ ეს ინერციით მოყვებოდა იგივე ჩემს ოჯახს მთელი ჩემი ბავშვობა სულ მახსოვს მე ნუ ეხა ეს ქართლში ბაბუაჩემი მაგალითად სიკვდილი ჭიაკოკონობა ყოველთვის იმართებოდა ხოლმე უბანში და რომელსაც უნდა გადამხტარიყავი აუცილებლად კიდე ანუ თან როგორ იმართებოდა რომ მთელი სოფელი ვიკრიბებოდით ხოლმე რა მე მაგალითად ჩემი ახსნა მაქვს ნახე ჯერეთი საზოგადოებაში ეს ტრადიციები არსებობდა ძველი პერიოდიდან მოდიოდა და ინერციით თაობიდან თაობას გადაეცემოდა შეიძლება ვერ აგიხსნას ადამიანმა ეს ანუ მან ვერ აგიხსნას ახლა ეს მომენტი, უბრალოდ ეს ინერციით აქვს მიღებული წინათაობისგან ეს ტრადიცია. ხო, ტრადიცია დაიწყებოდა ხოლმე და მეორე მომენტი ხა ჭიაკოკონობას მე ავხსნი რა, 90-იან წლებში იყო უფრო პოპულარული და რაც გენი ჩაირთო, იმის მერე მოსახლეობას აღარ გასწრებია 90-იანებში იყო პოპულარული. რატო იყო და ეს იყო საშუალება მეზობლები ერთად ვიკრიბებოდით, ერთმანეთს ველაპარაკებოდით და ანუ ეს იყო უფრო მეტად სოციალური მოვლენა ვიდრე მაგ პერიოდში ხდებოდა სხლა და ის ნასხლავი და ეს მეგროებული გურიაში სხვა დროს არის. მაშინ იმას წავდნენ ხოლმე ერთად შეგროვებული როცა იყო ეს ყველაფერი რომელსაც მთელი უბანი რომ მორჩებოდა ამ გასხლას გამოიტანდნენ ხოლმე აყოლა იმას რაც ყდა შენ და მე დაწავდნენ ხოლმე ერთად გურიაში თებერვალი ის ხო ხოდაშორის მე მახსოვს რომ იქაც გამოქონდა ზოგჯერ საბურავები მაგრამ მე საბურავები თებერვალში რადგან ყამლავდა ძალიან ხო მე აკრძალული იყო ხოლმე რომ აი საბურავის გამოტანა არ შეიძლება იმიტომ რომ იმურებოდა მთელი უბანი კორპუსი იმურებოდა კიდე ნახე საინტერესო ამბავი ახლა როგორ მიფრინავენ ახლა ეს კუდიანები ანუ ეს ფრენა თანდაყოლილი ძალა მათი არ არის აქვთ კონკრეტული საცხი საშუალება მალამო რაღაც მსგავსი რომელიც აჭარულ გადმოცემაში კერიის ქვეშ არის დამალული და ის კონკრეტულ ღამეს ის ქალი ადგება იღრიაში მარაოს ანტიპესპირანტივით გაიგეთეს და მიფრინავს და სხვადასხვა მარტო აქ არ არის ეს მომენტი ევროპაში ზვალტურგის ღამეს კუდიანები რაღაც საცხის გამოყენებით დაფრინავენ. ანუ მსგავსება არის ძალიან თვალშისაცემი. რაღაც ზებუნებრივი რაღაცას ანიჭებდეს, უნდა რაიმე მალამო. ხო, მალამო, ასალევიან, ელექსირიან რაღაცა და ეგ არის. ან ჩიტად იქცევა ყვავადან რაღაც არის. ხო, ეგეც რო ვთქვათ, რომ აი მაქციობა, ასე ვთქვათ, რომ ჯადოქარშეულა გადაიქცეს რაღაცა. ეგ უკვე მაქციერობა არის ქართულ სივრცეში. ქართულ სივრცეში, აი მაგალითად, ხევსურეთში, ხევსურ ლანდრეზებში არის არაერთი ჩანაწერი და ერთ-ერთი ჩანაწერი და მე რატო დამომახსოვრდა ეს, რომ
ხევსურეთში რა ამბავიც არის ჩაწერილი, მსგავსი არის შვეიცარიის ალპურ რეგიონში ჩაწერილი მსგავსი ეს ახასიათებს ეტყობა საერთო კორსარეს. ნახე, შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე, ეხლა შეიძლება დღეს მთლად კარგი მაგალითი არ იყოს, მაგრამ მსგავს გეოგრაფიულ სივრცეში მსხოვრებს საზოგადოებებს მსგავსი ტრადიციები უყალიბდებათ. ეხლა ზოგჯერ განსხვავებულშიც უყალიბდებათ ხოლმე ცოტაშორის. კი ბატონო, მაგრამ ეხლა ეს თვითონ ეს როგორი ამბავია. ხევსური წყემსი ყვება. თუაშტე 19 საუკუნეშია ჩაწერილი ეს ამბავი. ძირითადად ისეთ პერიოდში ღამე იყო სოფლის მოშორებით, ტყის პირას, ცხენებს მწყემსავდა და დაინახა მინდორზე სოფლიდან მოშორებით, შუაღამით მთვარე შუქზე მოდიოდა ქალი. სოფლიდან გამოვიდა ქალი. და საეჭვოდ მოეჩვენა, იმიტომ რომ ეს ქალი ძალიან ისე უშიშრად მოძრაობდა, რაღაცა დაბნეულს და დაკარგულს არ გავდა. რაღაც ეტაპზე მივიდაო ბუჩქნარში, გაიხადა ტანსაცმელი, ტანსაცმელი დამალა ბუჩქნარში, შემდეგ ძირში დაგორდა, გადაიქცა მგლადო და სოფელში წავიდა, დააწიო გაიქ რაღაცა ცხვარი, ძროხა რაღაცეები, გავიგეო თოფის ხმაო და ეს მგელი ენაგად მოგდებული მორბოდა აქეთო, მაგრამ ამან მანამდე რა გააკეთა ეხა, ამ მე რა ქვია, ხევსურმა, მწყემსმა. ამ ქალის ტანსაცმელი მოიპარა. და ის მგელიო მივიდა იმ ბუჩქნართანო და დაიწყო ამ ტანსაცმლის ძებნა და რო ვერ იპოვაო, ჩემსკენ წამოვიდაო და მიღრენდაო, მაგრამ მე ხანჯლით ვიგერიებდიო. და უთხარიო დროზეო დამენახეო ვინხარო, თორე ეხა მონადირეები მოვლენო და მოკლავენ. და გარდაისახაო ისევ ქალადო, ნუ სარწმუნელი ადგილები დაიფარა და მითხრაო, რომ ეხა ხო შევასრულეო, შენი დავალება დაგენახე ვინაოარო, დამიბრუნდე ტანსაცმელი და არ გამთქვა, თორე დიდი უბედურება დაემართება შენს ოჯახს. და მერეო ეს კაციო მოხუცი იყო და ამბობდაო, რომ წლებიო ეგ ქალი ცხოვრობდაო, შვილები წავდაო, შვილიშვილების და სოფელში იყო. ეხლა ნახე, გლად გადაქცევა ქალის. და რა შვება, ანუ გლად იქცევა და ცხოვრებს და საქონელს აწიოკებს, ხო? ესეთი მოდელი. ზუსტად ერთ-ერთი არა, მაგრამ მსგავსი ჩანაწერი არის ვალინის ბოდიში, შვეიცარიულ კანტონში, ტყის კანტონია, სადაც 1460 წელს რამდენიმე ქალი დაიჭირეს, რომელსაც ბრალად ედებოდათ რა, ღამით მინდორში განმარტოვება, მგლად გადაქცევა და დიდი რაოდენობით ცხოვრების მკვლელობა. და ერთ-ერთმა მწყემსმა დაიჭირა ეს ქალები, მე უკვე მგლიდან ისევ ქალად რო გადაიცნენ. და კოცოზე შეაგინეს ეს ქალები. ნახე, სიუჟეტური მსგავსება. ნახე, მგელი იქაც აქაც. კატა, ხო? ანუ კატად გადაიქცევა ვალპურგის ღამეს. და ზუსტად აქაც კატევად გადაიქცევიან კუდიანთა წუხრის დროს და სახლის არის რამდენიმე რჩეული, ცხოველი და ფრინველი, რომელიც ყველგან ფიგურირებს ხოლმე. რაღაცა უნივერსალური მგელი ერთ-ერთი არის ხა მაგალითად. ეხლა როგორ შეიძლება აიხსნას ეს, ხო? საქართველოში, შვეიცარიაშიც, ესპანეთშიც რაღაცა მსგავსი მოდელია, ამის შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის უბრალოდ დამთხევა. მაგრამ სიუჟეტური ამ დონის რაღაცა ნიუანსური დამთხევა ესე პირდაპირ ნაკლებად სავარაუდოა, ხო? მეორე ვერსია არის, რომ ზოგადად ადამიანის ბუნება მენტალურად მიდრეკილია იმისკენ, რომ რაღაც ფაქტები ერთნაირად ახსნას და ერთნაირი ინტერპრეტაცია გაუკეთოს, ხო? მაგრამ თლად დამაჯერებელი არც ეს ახსნა იქნება. მეორე არის, რომ შეიძლება ეს ამ ტრადიციებს, რომელიც მაგალითად იმ შვეიცარიულ საზოგადოებასაც, ქართულსაც თუ სხვასაც, რაღაცა საერთო საწყისიდან ჩამოუყალიბდათ. მაგალითად, ბერძნულ-რომაული ტრადიციიდან, რომელიც მთელი ევროპის და ამიერკავკასიის საზოგადოებების აზროვნებას განაპირობებდა ანტიკურ პერიოდში, ან იგივე რაღაცა ქრისტიანული გადმოცემების მსგავსი ინტერპრეტაციებია. ეხლა ჩვენ ამის სპეციალისტები არა ვართ, ანთროპოლოგები, ჩვენ ვართ ისტორიკოსები და ისეთ დასკვნებს აქ ხმამაღლა არ ვიტყვით, რაზეც მე სხვებს აყვებურობთ. ამასთან დაკავშირებით ჯობია ნინო აბაკელიას ნაშრომებს წაიკითხოთ, უფრო ზურაბ იკენაძისა რა თქმა უნდა. ისარმომზად ეგენი მაგას პრო ეხებიან. ერთი რაზეც მინდა ცოტა ყურადღება გავამახვილოთ და არ გვითქვამს არის სალემის ცნობილი სასამართლოები. რა იყო ეს? ხამოვლენაა. ხო, აი რას უკავშირდება და რასეულია ვახსენოთ, ხო, აი ის იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს, ბევრი ფილმიც არის გადაღებული. ყველაზე პოპულარულია. მე რატო იცი ამერიკაში რო არის, შესაბამისად ამერიკულ კინემატოგრაფიასა პირველ რიგში თავისთან რაც თუ რამე ეგეთი მომხდარა, პირველი იმას დაეტაკება ხოლმე და რა მოხდა ამ სამყაროში? თან როდის ხდება? ძალიან გვიანი პერიოდი 1692 წელი არის რა. მე-17 საუკუნის დასასრულია ლამის მე-18 საუკუნეა, ხო? რა ხდება? ეხლა თვითონ ქალაქ სალემში, ანუ ეგაა ყველაზე მთავარი და საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ეს ყველა მოვლენა ახსენებს რაღაც სოციალური დაძაბულობით, უამინდობით, გაჭირვებით, შიმშილი და ასე შემდეგ, ხო და აი სალემში წარმოდგენები. ხო, ხალხური, ანუ სალემშიც მსგავსი ტიპის მოვლენები ხდება. პირველ რიგში არსებობს სალემი მართალია, მაგრამ ორ ნაწილადაა ეს სალემი გაყოფილი. არსებობს ერთი სალემ თაუნი,
დიდარი, განვითარებული, რომელსაც რავი პორტი აქვს, ვაჭრობას ეწევა, კრედიტკარდული შემოსავალიც აქვს იმას. ყველანაირი ტიპის შემოსავალი აქვს რა, განვითარებულია შედარებით. მეორე ნაწილი ეს არის Salem Village, რომელიც უფრო აგრარული ხალხის არის დასახლებული და საინტერესო არის, რომ აქ ყველაზე მეტად კონსერვატორი პურიტანები ცხოვრობენ, ყველაზე მეტად აქ რა, რადიკალი კონსერვატორი პურიტანები, რომლებსაც საერთოდ ამ Salem Town-იდან გამოყოფა უნდათ, თავიდანვე და ცალკე ეკლესიის უფრო რადიკალური ეკლესიის დაფუძნება უნდათ. ისე ხდება, რომ აქ ჩნდება პასტორი სამუელ პარესი, Salem Village-ში, რომელსაც ძალიან ბევრი მომხრე ყავს. და რავი, ეხლა რაც უნდა უცნაური შეიძლება დამთხოვას მიაწევოთ, ან შეიძლება გააყალბა კიდევაც ამ კაცმა, პირველი შემთხვევა Salem Town-ში შეპყრობის, თან საინტერესო აქ რა არის, რომ აქ მოსავალი კი არ ნადგურდება, ან ვიღაცა კი არ კლავენ ან ამ შემდეგ. არამედ შეპყრობილები ხდებიან რა. ან უფრო ეგზორციზმი რა ვიდრე კრუნჩხვები ემართებათ, რაცა უცნაურად ლაპარაკობენ, ლათინურად ლაპარაკობენ, რაცა ლათინური არიციან და ჩვეულებრივ ეგზორციზმის მოვლენა შეიძლება დაუკავშიროთ. მაგრამ დაემართება სამუელ პერესის შვილს, რომელიც არის 9 წლის და მის დიშვილს, რომელიც არის 11 წლის. ეს ბავშვები რა კრუნჩხვებში ვარდებიან, სიცხეები აქვთ, უცნაურად მეტყველებენ და მთელი ამბები. ეს ბავშვები ხელს თავიდან დაადებენ სამ პიროვნებას, ერთი მონაქალი არის, რომელიც მათთან მუშაობს ოჯახში, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ თავიდან ადებენ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს. რა ხელს ყველა ვარიანტში, თუნდაც ევროპული მაგალითი რო ავიღოთ და სხვა მაგალითებს რო ავიღოთ, ყოველთვის დამნაშავე პირველად არის ეს დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენელი ხალხი. მოწყვლადი ხალხი, რომელსაც არ ჩხიბაობას არბენებენ და ასე შემდეგ. დააპატიმრებენ ამათ, ჩამოახჩობენ. თან აქ საინტერესო რა არის, რომ თუ ჩვენ ვიცით, რომ ევროპაში წვავენ, ინგლისში აწვავენ მაგალითად რა, ინგლისში ჩამოხჩობა ხდება. ასევე ხდება Salemშიც, ანუ ამათ არ წვავენ კოცონზე. ასამართლებენ, როგორც ჩაოლებრივ დამნაშავეს, აქ არანაირი ინკვიზიცია არ არსებობს, უნებრივი არის, ჩაოლებრივ სასამართლო ტარდება, დამნაშავეც რომ ჩამოახჩობენ რა, რაღაცა სულის გაწმენდასთან ამათ არანაირი საქმე არ აქვს. ერთ კაცს საერთოდ მაგალითად ჩაქოლავენ ქვებით, შუა ქუჩაში. დაანახებენ, რომ აი ეს არის ჯადოქარი, ხალხი იყურებს, შეგროვდებიან და ქვებით ჩაქოლავენ იქვე, ადგილზე მოკლავენ მაგალითად. რეალურად Salemში დაიღუპა სულ 19 ადამიანი რა, ამ პერიოდის დროს. მაგრამ 20 წლის მერე ეს ამ ყველაფერზე Salem Village-ის მცხოვრებმა მოიხადეს ბოდიში. იმიტომ რომ გააცნობიერეს თავიანთი დანაშაული რა და ამას პლუს ემატება რა, ინდიელებთან ომი. ძალიან ყოველთვის მთელი ამ თავისი ეს ამ პერიოდის განმავლობაში ინდიელები იჭრებოდნენ ამ Salem Town-ში და აუხლებდნენ იქაურობას. ამას ემატება კიდე ის, რომ საკმაოდ მოუსავლიანი ტერიტორიებით არის გარშემორტყმული ეს Salem-ი რა. სოციალური ფონი არის მძიმე. სოციალური ფონი არის მძიმე. ანუ დაძაბულობაა ერთ რომ ინდიელები ესხმიან თავს და იტაცებენ ბავშვებს, იტაცებენ და ასე შემდეგ. მოსავალი არ მოდის. ეს Salem Village-ები ვერ იტანენ Salem Town-ელებს რა. დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში. საბოლოოდ ისე ხდება, რომ ეს სოფლის წარმომადგენელი ხალხი ამ ქალაქის წარმომადგენლებს ადანაშაულებს ჯადოქრობაში ძირითადად რა, ანუ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ, ეს ღარიბი მოსახლეობა რა. საბოლოოდ ყველაფერი ისე დამთავრდება, რომ ჩაერევა ბრიტანეთის მთავრობა და მთელი ამბები დატრიალდება მოკლედ და მაინც ისე მორჩება ეს ყველაფერი, რომ ეს Salem Village-ები გააცნობიერებენ თავის დანაშაულს რა. მაინც ამ ისტორიამ 19 ადამიანი შეიწირა, სანამ ისინი აზრზე მოვიდნენ. საინტერესო რა არის კიდე აქ, რომ როგორ ადანაშაულებენ ხალხს ჯადოქრობაში. თუ ჩვენ ვიცით, რომ ევროპაში უნდა აღიაროს ტიპმა, რომ რავი, ჯადოქარია, ან რაღაცა სამხილი არსებობდეს მაგის, ევროპაში აქ Salemში პირიქით ხდება რა, შეიძლება ტიპმა თქვას, რომ მე დავინახე მეზობელი, რომელიც ჩემთან მოვიდა სიზმარში და დამახჩო და აი ჯადოქარია რა და ამას სასამართლო ჩვეულებრივად იღებს რა. თვითონ მოვლენა არის ვრცელი ძალიან და ბევრი მნიშვნელოვანი ელემენტია შეგნით. გეოგრაფიული გარემო ფართოა, საზოგადოებრივი გამოვლენებებიც ფართოა, სოციალური ფონიც ამ მოვლენებში ფართოა და აგერ თემ კარგად ახსნა ძალიან Salemის მოვლენაც, რომელიც აი ამ ევროპულ ყუდიანებზე ნადირობის და ჯადოქრების დევნის კონტექსტში ვეჯდება. და ნუ ჩვენ ახლა ქართულიდან კი მოვიყვანეთ მაგალითები, რაშიც ბევრ რაღაცაში გავს ქართული კონტექსტი, უფრო მეტად დეტალებში გავს. სადაც იგივე ცხოველები ჩანან თუ რაღაცა იგივენაირი მავნებლობის ჩადენა შეუძლიათ ყუდიანებს, მაგრამ მაქციებიც არიან, მაინც ნახე კიდე ერთხელ ვამბობთ, რომ საქართველოს დარჩა იქ, სადაც ევროპაში ალბათ ეს ყველაფერი იყო ზუსტად მე-14 საუკუნემდე. ანუ საქართველოში ეს დარჩა ხალხურ გადმოცემებში, ხალხურ საზოგადოებაში შიგნით, აქაც არის ყუდიანების დევნა, მაგრამ ამაში რაღაცა სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან ჩართული. ეს თვითონ თემის გადასაწყვეტია ეს პრობლემა. ევროპაში ეს თემის ფარგლებს გაცდა,
და უკვე იქ ამაზე კონკრეტული ორგანოები, კონკრეტული სამართლებრივი აქტები შეიქმნა, კონკრეტული ინსტიტუტი ებრძოდა ამას ინკვიზიციის სახით და უფრო ფართო გაქანება მიიღო. როდის დამთავრდა ეს ყველაფერი? მე-19 საუკუნემდე არის. მე-19 საუკუნის აი მე-19 საუკუნის 30-იან წლებში არის кейსები, წყლით გამოსთავს რო ითხოვს, მაგალითად, ჯადოქრობაში ბრალდებული ლუდის მოწამვლას აბრალებენ და ჯადოქრობას ჟანეტა ვანდევენი თუ რაღაც ქვია, ცნობილი кейსია ძალიან, ჰოლანდიელი ხალია, რომელსაც აბრალებენ ჯადოქრობას და მე ამბობს, რომ იცი წყლით გამომცადეთო. და სხვადასხვა წყლის გამოსთვის შემთხვევები საქართველოშიც გვაქვს. აი მაგალითად გურიაში იგივე კიკნაძესთან არის, რომ იგივე ზურაბ კიკნაძეს აქვს მოტანილი ის ამონარიდი, რომ მდინარე სუფსაში ჩაყარეს ჯადოქრობაში ბრალდებული ხალები და ეგრე გამოსცადეს. ზუგდიდში ეპიდემია გავრცელდა მე-19 საუკუნის არის თუ არ ვცდები ეს ჩანაწერის და იქაც წყლით გამოსთა მოითხოვეს თვითონ ჯადოქრობაში ბრალდებულმა პირებმა და მე-19 საუკუნეშიც გვაქვს სხვადასხვა ევროპის და საქართველოს ესე მსგავსი კონტექსტია წყალი ფიგურირებს აქაც და დიდი ხანი გაგრძელდა ძალიან. მე ვფიქრობ, რომ ინდუსტრიული როცა ხდება საზოგადოება, მე რეკლებულობს რა მასობრივ ინდუსტრიალიზაციას გულისხმობს. და ისედაც ურბანიზაცია იზრდება, ეს სოფლებიდან ხალხი გადადის და პლუს ამას გარდა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი რა, განათლებისა, სკოლების და შედო წერა-კითხვის სოდნა და შემდეგ რაც უფრო ეს ყველაფერი გაიზარდა და რაც უფრო ამავე დროს კიდევ ერთი რაღაც. თუ მანამდე ეს ყველაფერი ერთმანეთსგან დაშორებული იყო და იყო პერიოდები ისტორიაში, როცა ადამიანები ფაქტობრივად თავიანთ სოფლიდან და ქალაქიდან წყვილს აყოფდნენ და შეიძლება არაფერი არ ქონდა იმის გარდა ნანახი. ეხლა ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ერთმანეთთან ტრანსპორტის საშუალებებით, გზებით, იქ მატარებლით შეიძლება წასვლა ამ შემდეგ და უკვე აღარ არსებობს ის რაღაც იდუმალება, ის მისტიკა, რაც ქონდა იმას, რომ არ იცოდი. აი ყველაზე მეტად ამ მისტიკას იწვევს რა, რომ არ იცი არაფერი რაღაცის შესახებ, ხო? იმ გორის იქით რა არის, იმ ტყეში რა ხდება მაგალითად და შემდეგ ეს როგორც კი დაიკარგა, აი მაშინვე ნენელა უკვე ალაგდა ეს ცურწმენებიც იმასთან მიმართებაში. იგივე ქართული კონტექსტი რო ავიღოთ, მე-20 საუკუნიდან უკვე განათლება ტოტალური ხდება. განათლება შედის ლამის ყველა ღრმა სოფელში, ყველა დასახლებაში და თანაც ზუსტად ეს არის კომუნიკაციები, რაც შენახსენე და ახლა მეც ხომ მაგალითი მოვიყვანე რომ 90-იან წლებში კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იგივე ჩემი სოფლის და ჩემი ოჯახის მაგალითი რო ვთქვა, არ ამგონია სოფელში ყოფილიყო ისეთი ადამიანი, ვისაც ამის სჯეროდა ახლა ჭიაკოყონობას, რომ ყუდიანები მოვიდოდნენ და ვინმე ზროკაპთან წაიყვანდნენ. მაგრამ კოცონი მაინც ინთებოდა ეს ადამიანებს შორის კომუნიკაციის საშუალება იყო. დენი მოვიდა 2004-5-6 წლები და ის ჭიაკოყონებები აღარ იყო უკვე ისეთი, ანუ ეს ცოცხლობდა მანამ, სანამ სხვა მოვლენებმა არ გადაფარა. და საქართველოში თუ ეს იყო, მე ესე უყურებ, საქართველოში ეს იყო ხალხური გადმოცემები და დარჩა ხალხური გადმოცემებად, ევროპაში ცოტა ხანი მაინც ის მე-14, მე-15, მე-16 საუკუნეები ევროპაში ამან რაღაცა უფრო დიდი ინსტიტუციური ფორმა მიიღო და შესაბამისად უფრო ცნობილი და უფრო დიდი გასახანის იქ იყო. ისე დაახლოებით რა შეიძლება იყოს მსხვერპლი აი ამ კუდიანებზე ნადირობის? მაგის ზუსტი რიცხვის თქმა შეუძლებელი არის, მაგრამ დაახლოებით 50,000-მდე შეიძლება ვივარაუდოთ. მაგრამ აქ 50,000-ში შედის ინკვიზიციის საქმეებიც, ანუ კონკრეტულად არ ვიცი ჩვენ ეს 50,000 ადამიანი ჯადოქრობის ბრალდებით მოკლეს თუ მე სხვა. ანუ ეს ზოგადად ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს, რომ რიცხვები, ზუსტი რიცხვები, სტატისტიკა და შუა საუკუნეები ერთმანეთთან ვერ ჭირდება. რაც უშუალოდ გამოქვეყნებული და დაცულია და სხვათა შორის ვატიკანმა მე-20 საუკუნის შუა პერიოდში გახსნა საინკვიზიციო აქტებიც. ანუ უკვე მეცნიერებს რო შეეძლოთ მისი დამუშავება. ამ საინკვიზიციო აქტებიდან სასიკვდილო განაჩენები არ არის ბევრი. ბევრი არ არის კი არა, უმცირესობაა. ანუ ნაკლებად გამოქონდათ დაწვის ან სიკვდილით დასჯის განაჩენები. უფრო მეტად სადაც სასულიერო ინკვიზიცია იყო ჩარეული, უფრო მეტად ცდილობდნენ აი ამათ მოქცევას და მაგას წერენ, რომ აი ჩვენ მომნანიე გზაზე დავაყენეთ ბრალდებული და ასე შემდეგ. რიცხვი მაღალია, ოღონდ აქ შედის ყველა იმ დანაშაულში ბრალდებული პირები, რაც ინკვიზიციამ იმას ქნა. ოღონდ ხა ბუნებრივია მსგავსი სტატისტიკა ვერ იქნება ზუსტი. იმიტომ რომ ხა იქ რომელ სოფელში, რომელ ქალაქში ინკვიზიციის ჩარევის გარეშე რა ტიპის ის შესული. ხო, არა, მაგას ან იგივე საქართველოში ხა საუკუნეების განმავლობაში რა ხდებოდა და მსგავს რას უპირისპირებდა სოფელი თუ თემი, მსგავს ქმედებებს ეგ ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით და არ ზუსტი სტატისტიკა არ აქვს მაგაზე.
პრინციპში შეგვიძლია დავასრულოთ ამით, იმიტომ რომ ჩვენ ინკვიზიციაზე სამომავლოდ გვაქვს ეპიზოდი, დაგეგმილი ჩავწეროთ და ალბათ იქ უფრო დეტალურად შევეხებით თვითონ რა ორგანიზმი იყო, როგორ შეიქმნა, როგორ ფუნქციონირებდა და რუდენდი არსებობდა და რა გავლენა ჰქონდა ზოგადად საზოგადოებაზე, იმიტომ რომ ამაზეც არაერთი მითი არის გავრცელებული, ბევრი რამეა გაზვიადებული და ჩვენ ვეცდებით რომ ეს თემაც განვიხილოთ შემდგომში მწარე პოდკასტზე. დიდი მადლობა ბექა, დიდი მადლობა თემო. საინტერესო საუბრისთვის, ვფიქრობ რომ ჩვენი მსმენელისთვის ეს საინტერესო იყო. არ დავაგვიზრდეთ მწარე პოდკასტის გამოწერა და მოწონება ვიდეოებისა, ასევე ჩვენი სხვა ეპიზოდების მოსმენაც. და ნიკა ერთი თხოვნა მაყურებელს და მსმენელს სანამ დავემშვიდობებით. ძალიან საინტერესო იქნება თუ მაგალითად ეხა თემო ამ საკითხის კვლევის პროცესშია. და ძალიან დაგვეხმარება თუ დაგვიწერენ მათ რასმენიათ თავიანთი ახლობლებისგან, წინაპრებისგან, ან ბებიებისგან, ან ბაბუებისგან, ანუ იმ სოფლებიდან, საიდანაც არიან, კუდიანებთან, ჭინკებთან, ან მსგავს აი რაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, მსგავსი ზეპირი ისტორიებიც რო გაგვიზიარონ რასმენიათ მათ. იმიტომ რომ თვითონ ძალიან ბევრი ეგეთი გადმოცემა არის დაკარგული და ეს ეხლა კი არის სასაცილო შეიძლება ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ ანთროპოლოგისთვის აი ამათი შესწავლა და იგივე ისტორიკოსისთვის მნიშვნელოვანია და ძალიან დაეხმარებით თემოს მაგ ამბით. საინტერესო იყო. რატომაც არა, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ასეთი ამბები, მით უმეტეს საქართველოში არც ისე არაპოპულარული თემა არ არის, მე მგონი, ანუ ხო, აი, ნახოთ. ახლა ჩხიბაობა და კუდიანები და შემდეგ საქართველოში 90-იანებიდან მოყოლებული პირადად მე რაც მახსოვს, ყოველთვის აქტუალური საკითხი იყო, ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ გექნებათ საინტერესო ისტორიები, ახლა კი დაგემშვიდობებით და ნუ ახლა ვახსენეთ შაბაში კუდიანებისა და მუსიკის მოყვარულებს გირჩევთ Black Sabbath-ის 1970 წლის ალბომს Black Sabbath-ს მოусმინოთ. ნახვამდის მომავალ ეპიზოდამდე.